მოგესალმებით, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი და დღევანდელ გადაცემას ვიწყებთ განცხადებით, რომელმაც გარკვეული, ასე ვთქვათ, აჟიოტაჟი გამოიწვია ქალაქში რამდენიმე სავაჭრო ცენტრში ამ წუთებშიც ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ეს ღონისძიებები კი მოჰყვა ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც მათი ცნობით თბილისის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია იყო გაჟღერებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ცნობები მიიღო. East Point-ი, გალერეა თბილისი და თბილისი მოლი. თბილისის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონალურმა ოფისმა ურჩია საელჩოს ყველა თანამშრომლებს მოერიდონ ამ ადგილებს შემდგომ გაფრთხილებამდე. გთხოვთ თვალყური ადევნოთ ადგილობრივ ამბებს განახლებისთვის დამატებით ინფორმაცია, როცა გვექნება შეგატყობინეთ, ნათქვამი არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ამ გამაფრთხილებელ განცხადებაში, რასაც ბუნებრივია სამართალდამცავების მყისიერი რეაგირება მოყვა. შემდეგ ვნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, სხვა შორის გალერეა თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს და მოგაწვით კადრებს თუ რა მდგომარეობაა ამ წუთებში გალერეა თბილისის მიმდებარედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე მოუწოდებთ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასობაში განცხადებები გავრცელეს უკვე თავად სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლებმაც, East Point-ის წარმომადგენლის თქმით, ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა და მათი უსაფრთხოების სამსახურს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს შესაბამის ორგანოებთან. Შემიძლია კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრის განცხადება გაგაცნოთ, რომელიც შექმნილ ვითარებას ეხმაურება. ეს არის გალერეა თბილისის მიერ გავრცელებული განცხადება. შესაბამისი უწყებები ჩავაყენეთ საქმის კურსში, როგორც მენეჯმენტი ამბობს, ამ ეტაპზე ველოდებით შესაბამის მითითებებს, სხვა დამატებითი ზომები არ განხორციელებულა და როგორც უკვე გითხარით, ახლა პირდაპირ ეთერში იღებთ თქვენ კადრებს, რომელიც ასახავს ვითარებას ამ წუთებში გალერეა თბილისის მიმდებარედ. ახლა გადავიდეთ დღის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემაზე. განახლებული პოლიცსაბჭო, ახალი თავმჯდომარე და მეათედ 10 უკვე საიუბილეოდ არჩევნების მოგების სურვილი. ქართული ოცნების ყრილობას დღეს საპატიო თავმჯდომარეც ესწრებოდა, თუმცა დელეგატებისთვის არ მიუმართავს. ბიძინა ივანიშვილის დუმილი ბევრისთვის უკმაყოფილების მანიშნებელია, რომლის მიზეზით შესაძლოა ამერიკული სანქციები და მეგობარი აქტი იყოს, რომლის შეჩერებაც ამ ეტაპზე ვერ შეძლეს. მართალია ყრილობაზე, რომელიც სულ 18 წუთს გაგრძელდა, ბევრი ტაში და მადლობა იყო, ძირითადად ივანიშვილის მისამართით, თუმცა ძირითადი პოლიტიკური გზავნილების ავტორად მხოლოდ ირაკლი კობახიძე მოგოვლინა. საერთაშორისო ზეწოლა ისევ გავლენიანი ძალების ძალისხმევად შეფასდა, რომლებიც ცდილობენ საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობა, ასე ვთქვათ, დაათმობინონ, ხოლო მეგობარი აქტი თავისი სანქციებით Deep State-ის გამარჯვებად ტრამპზე. კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ქართულ ოცნებაში ადგილობრივი არჩევნებისთვის სრული მობილიზებაა და მასშტაბური საკადრო ცვლილებებით სწორედ ამას ემსახურება. ხუმრობა ხომ არ არის 64-ვე მუნიციპალიტეტში მეათე საიუბილეო გამარჯვების დაანონსება. თუმცა, თუ ოცნებას პოლიტიკური ოპონენტების გზიდან ჩამოშორება გამოუვიდა და ეს დღეს კიდევ ერთხელ თქვა ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში, არჩევნების ჩატარებაც თავად მოუწევთ, მონაწილეობაც და ერთპიროვნულად გამარჯვებაც. მოკლედ, ვინ რა დაინახა დღევანდელი ყრილობის, ასე ვთქვათ, სცენარში, შეიძლება ასე ითქვას, დრამატურგიაში, უფრო სწორი იქნება. გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ბატონო გია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ვხუმრობთ ხოლმე ხშირად, რომ თქვენ ხართ თქვენი კიდევ ერთი სპეციალობა არის ბიძინოლოგი. ამიტომ როგორც ბიძინოლოგს მინდა გკითხოთ, თქვენთვის რა უფრო იყო დღევანდელ აი მყრილობაში
მეტყველი ბიძინა ივანიშვილის დუმილი თუ ირაკლი კობახიძის სრული აღზევება? ხო, ეხა დავიწყოთ იქიდან, რომ დღევანდელი სცენარი ეხა არ არის რაღაც განსაკუთრებული, ხო? ეს მოსალოდნელი იყო და პრინციპში ყველაფერი კანონზომიერად განვითარდა. მე ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებში ეს კობახიძის დაჯგუფება ცდილობდა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შეეთავაზებინა, და რაღაცნაირად ჩაეთრიათ ამ თამაში ბიძინა ივანიშვილი და არწმუნებდნენ მას, რომ გამხდარიყო თავმჯდომარე. მე ესე ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეშინიათ სრული პასუხისგებლობის აღება მიმდინარე პროცესზე, ხო? ისინი ხვდებიან, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი ტაქტიკური თამაში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომლის ფინალშიც კარგი არაფერი არ ელოდებათ კობახიძეს და ამ ის ამსონებს, რასაც ქვია, ხო? და გამომდინარე იქიდან, რომ ეს სრული ყოვლისმომცველი პასუხისგებლობა ძალიან პრობლემატურია. ჩვენ შევდივართ ახლა ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც აი ამ ესე რომ ვთქვათ, გააწყვეტილებების შემდეგ საკანონმდებლო იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კონკრეტული რეპრესიები არის, სისტემური რეპრესიებია უკვე გასატარებელი, როგორც პარტიული კლასის მიმართ, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, იქნება ეს თუ მედიის მიმართ. ეს პროცესი არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი და ხვდებიან ახლა ეს ბიჭები, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ დისტანცირება მოახდინოს ამ პროცესისგან, იმიტომ რომ მისი შედეგი ძალიან ბუნდოვანია, ხო, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის გარეთ მიდის და ქვეყნის შიგნით და გარკვეული მანევრის საშუალება შეიძინოს იმისათვის, რომ წარმატების შემთხვევაში თუ მოახერხა ამ დაჯგუფებამ წარმატებულად ეს ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, ხო, ამ შემთხვევაში ბენეფიციარი ისევ ბიძინა ხდება, ბუნებრივია, რადგან სისტემა მასზეა დაშენებული და ეხლა კობახიძე როგორც იყო არარავობა, ისეთივე არაობა დღესაც. და თუ წარუმატებელი იქნა, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ჭირდება ბიძინას მანევრი, გადაგვარჩინოს კობახიძის დესპოტური რეჟიმისგან, ხო? ანუ მოგინატრებათ ბიძინა სპეცოპერაცია ჩაატაროს, ხო? ანუ შესაბამისად ეს პოზიცია, როდესაც ის მასთან აფილირებული კადრები საერთოდ გაყავს სისტემიდან, ხო, მეთოდურად, ერთ-ერთი გომელაური დატოვა და რაღაც პერიოდის შემდეგ, როგორც ჩანს, გომელაურიც გაიწევა და მე უკვე დაუდევ მოვლენების განვითარებას. ახლა ის ბუნებრივია კონტროლს ძალაუფლებაზე არ დაკარგავს, თუმცა ფორმალური გაგებით, ხო, აღქმა გაჩნდება სრული საზოგადოებაში, რომ ეს ბავშვი, რომელსაც ძალიან სახიფათოა ასანთის ხელში მიცემა, ხო, აი ამ ასანთით, ანთებული ასანთით, როგორ ირბენს საქართველოს. ბატონო კი, აი როდის გამოჩნდება, ასე ვთქვათ, ეს წარმატება ან წარუმატებლობა აი ამ გარკვეული პოლიტიკური სპეცოპერაციისა, რომლის პასუხისმგებლობა მთლიანად დააკისრა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს. არჩევნები არის ამის ერთგვარი, ასე ვთქვათ, ტესტი? არჩევნებამდე კიდე ბევრი რამე მოხდება, ხო, ეხლა დღეს კობახიძემ თქვა კიდევაც პარტიების გაუქმება, იქ რაღაც ესე ვთქვათ მედიასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები შეიქმნება, სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით, აი ეს დრაკონული კანონებიც უნდა ამოქმედდეს, ხო? ეს ყველაფერი არის ეხლა ცხოვრებაში გასატარებელი. ერთია, როდესაც ჩვენ კანონებს იღებ და მეორე იმ კანონების იმპლემენტაციაა, ხო? და ბიძინა ივანიშვილმა ამ პროცესზე ხელები დაიბანა ეხლა. დაიბანა და რეალურად დაუგრძელა საბელი. მე დარწმუნებული ვარ, ეხლა მისთვის დამახასიათებელია, კობახიძეს ეუბნება, მე თავი გამანებე, აღარც კი დამირეკო. მიიღეთ გააწყვეტილებები და მართეთ. ამით ბიძინა ივანიშვილი ნახეთ რა პოზიციას იღებს, ხო? ერთის მხრივ ის, ესე რომ ვთქვათ, ხსნის სავაჭროს დასავლეთთან, იმიტომ რომ დასავლეთს მშვენივრად ესმის, რომ აქ თუ განუკითხავება დაიწყო, ერთადერთი ადამიანი, ვისაც დაუოკება შეუძლია ამ, ესე რომ ვთქვათ, გაუგებარი ხალხის არის ბიძინა ივანიშვილი, ანუ ის პრინციპში
რაღაც მოთხოვნადი შეიძლება გახდეს დასავლეთში. შიგა პოლიტიკური გაგებითაც გითხარით უკვე ხო? ყობახით ისეთებს ჩაიდენს, რომ ბიძინა მოენატრება ბევრ ოპოზიციონერს მათ შორის და მოგენატრებად ბიძინა სიტუაცია გათამაშდება და რუსებსაც სხვათა შორის გამომდინარე იქიდან რომ რუსებისთვის რა თქმა უნდა ბევრად უფრო კომფორტულია ყობახიძე როგორც ესე რომ ვთქვათ ორშაურიანი პროდუქტი ხო იაფიჯდება ძალიან ხო და ბიძინა ჯვირიჯდებოდა იმიტომ რომ ბიძინას თავისი ამბიციები აქვს თვითონ არის მოთამაშე ხო და თუ კრიზისი შევიდა ძალიან ისეთ ეტაპზე რუსებიც მიხვდებიან რომ ეს ყობახიძე ხალხად აერშია ეხლა ეს რისი მაქნისია და ისევ ბიძინას უნდა ჩაუვარდნენ მუხლებში რომ რაღაცნაირად სტაბილურობა აღადგინოს სტაბილური შუა ანუ კიდევ ერთ პოლიტიკურ სიცოცხლეს იტოვებს ბიძინა ივანიშვილი გამოდის ბიძინა ივანიშვილი ეხლა დგება ისეთ პოზიციაში საიდანაც ის იძენს მანევრის საშუალებას სამივე ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ შიგა პოლიტიკური გაგებით ეს მოგენატრება ბიძინა დასავლეთის გაგებით ხო თუ არ განუკითხავება დაიწყო ერთადერთი ადამიანი ვისაც დასავლეთისთვის მოლაპარაკების უნარიანი დარჩება ბიძინა რომელსაც შეუძლია ეს პროცესი შეაჩეროს და მესამე მიმართულება ესე რუსეთის მიმართულება რუსეთიც დაინახავს რომ ყობახიძეზე ფსონის დადება სიგიჟე სრული სიგიჟე იყო და ისევ ბიძინა მოდი ისევ ბიძინას ველაპარაკოთ ვარიანტში ანუ ის ეხლა დგება გარკვეულ პოზიციაში და მერე დაელვდება მოვლენების განვითარებას ეხლა მოვლენები როგორ განვითარდება ამას ნუ მკითხავთ აი როდის რა ხო არა რა თქმა უნდა ამ ყველაფრის პროგნოზირება ძალიან რთულია მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იგივე მიმდინარე მოვლენებით გარკვეული ასე ვთქვათ პოლიტიკური ნიშნები დავინახოთ აი თქვენ როდესაც ამბობთ რომ გრჩება შტაბ-ეჭირება რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების სრული თავისუფლება მიანიჭა ირაკლი ყობახიძეს მათ შორის ეს საკადრო ცვლილებები დიახ მოდით ესე ვთქვათ ილუზია შეუქმნა და ეს ილუზია როგორ იქნა მიიღე ყველა საკადრო გააწყვეტა აი შენი ხალხი მოიყვანე ამით ეხა და ილუზიაა, როდესაც დადგა და ასე ვთქვათ, სახელისუფლებო თანამდებობების შემდეგ დიდი საკადრო ცვლილებები გაატარა უკვე და ალბათ გაგრძელება ექნება სახელმწიფო ორგანიზაციებში. აი, სახელმწიფო ორგანიზაციაში რატომ იცვლება ხელმძღვანელები, ეს სქემა მე კი მესმის, რატომ შეიძლება იცვლებოდეს განსაკუთრებით საარჩევნოდ, მაგრამ თქვენ როგორ ხედავთ, რა არის ძირითადი მიზეზი? მე არჩევნებს ამას არ უკავშირებ. მე ამას უკავშირებ ზუსტად იმას, რომ ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ყველა კადრი, რაზეც ყობახიძე შეუძლია ბურთი ბიძინას გადაუგდოს, რომ მე რა ვქნა იქ თუ რამე ხდება ეს შენი კაცია, როგორც ადრე აკეთებდა, ხო? ადრე ყობახიძე ხო ხა კი გასაგებია, რომ პოლიტიკური სოციოპათია, მაგრამ ნიჭიერია საკმაოდ, ხო და ის მუდმივად თუ როცა რამე პრობლემა იქნებოდა, ბიძინას ეუბნებოდა, ნუ ეხა იქ ლილუაშვილია, იქ გომელაურია, ანუ პასუხისგებლობას ყოველთვის ის ხლიტავდა. ბიძინა ეხა ამ მანევრს უზღუდავს მას, ხო? ის ეხა უკან ვეღარ გადაუგდებს პასუხისგებლობას ბიძინას, იმიტომ რომ სრული პასუხისგებლობა მასზე იქნება და როდესაც დადგება მომენტი მისი ჩარეცხვის, ხო? ყობახიძის ჩარეცხვის და ეს მომენტი დადგება. ორივე შემთხვევაში გინდა წარმატებული იყოს და პიკზე წარმატების პიკზე წასული პრემიერები ჩვენამ ქვეყანაში ბიძინას ხელით გაშვებულები გვინახავს, ხო? და თუ წარუმატებელი იქნა, ანუ კრიზისი თუ კიდევ უფრო მძაფრ ფაზაში გადავიდა, აი ეს მოგენატრებად ბიძინა ჩარეცხავს და ბიძინა ამით ესე რომ ვთქვათ, გარკვეულწილად ძალიან ბევრი, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების გულსაც მოიგებს, ხო? აი გადაარჩენს საქართველოს მოსახლეობას ყობახიძის ამ დესპოტური რეჟიმისგან, ხო? ხო და ესეთი ისტორიები ჩვენ ამ ქვეყნის უახლესი ისტორიის განმავლობაში მოდეზე ვთქვათ გვინახავს. აი შევარდნაძეს რო დაუჩოქეს, გახსოვთ, ხო? ხა იცით რა ხალხმა დაუჩოქა, შევარდნაძე რო ეჯავრებოდა. რატო გაგახსენდათ ახლა ეს პარალელი, ან თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ქვეყანაში დადგეს ისეთი მოცემულობა, როდესაც ხალხი შეეხვეწება ბიძინა ივანიშვილს, რომ მართვის, ქვეყნის მართვის სადავეები თვითონ აიღოს თავის ხელში? შეიძლება დადგეს? არ შეიძლება დადგეს? ყველაფერი შეიძლება. როგორ არ შეიძლება? ეხა შევარდნაძე თქვენ ეხა პატარა ხართ, არ გახსოვთ, მაგრამ ეს იყო პერიოდი, როდესაც შევარდნაძის სახელის ხსენებაც კი ზიზღს იწვევდა საქართველოში.
მაგრამ შეიქმნა მოცემულობა, როდესაც შევარდნაძის რო თქვა რომ აი გადავდექი მე და წავედი, ხო, მისი წასვლა კიდევ უფრო დიდ უბედურებას ნიშნავდა. ხო და ეს არის ტექნოლოგია, პოლიტექნოლოგიაში ხშირად გამოიყენება არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხვდებიან რომ მათი ავტორიტეტი ძალიან ესე რომ ვთქვათ ეცემა, ამ დროს ქმნიან თავისზე უარეს ფიგურას, ის გამოყავთ წინა პლანზე და მერე იმისგან გადაარჩენენ საზოგადოებას და ამით გარკვეულ რეაბილიტაციას ახდენენ. ეხლა ეს პოლიტექნოლოგიურად აბსოლუტურად მიღებული სქემაა, ეს არ არის რაღაცა ეხლა ესეთი განსაკუთრებული სქემა, ხო? პოლიტიკაა და ესე ხდება. და შეიძლება ესეთი ეხლა კობახიძე თქვენ ხო იცით ვინ არის? ამან შეიძლება ესეთი განუკითხავება დაიწყოს ეხლა. აი ისეთ სიგიჟეები ჩაატაროს. რას გულისხმობთ? აი რისი მოლოდინი გაქვთ? თქვა პირდაპირ რომ ჩემთვის მაგალითად ძალიან ისეთი ნიშანდობლივი იყო, როდესაც თქვა რომ გზააცდენილ თანამოქალაქეებს დავიბრუნებთ და გავაერთიანებთ საზოგადოებასო. როგორ გაიგებთ? აი ვის გულისხმობთ? წიადადების მეორე ნაწილი. მაგრამ იგივე წიადადებაში წინ რა თქვა? პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორება. პარტიებს გავაუქმებთ. ხო, ძალიან მალე მოხდებაო ეს თქვა და პარტიების გაუქმებით საზოგადოებას როგორ აერთიანებ, პირიქით კიდევ უფრო ხლიჩავ ხო ეხა როგორ არ გესმის ეხა თქვენ აიღეთ ის ნაწილი. ხო? რაც საერთოდ ლოგიკაში ვერ ჯდება იმ წინადადების რა. ხო და რანაირად ესე ხო? სხვათა შორის კობახიძე მისი გაუქმებით და ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებით რა ესე ერთიანდება საზოგადოება? სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ამ ვითარებაში ხო შორს ვარ იმ აზრისგან ქართული ოცნება ვერ აცნობიერებს რომ რაც უფრო შორდება დასავლურ ღირებულებებს მით უფრო მეტ ამომრჩეველს პროდასავლური ღირებულების ერთგულ ამომრჩეველს ასე ვთქვათ შორდება ამით. მე რა რო აცნობიერებენ ხო და 64-ვე მუნიციპალიტეტში 1000 საიუბილეო არჩევნების მოგების იმედი ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ბაქიბუქი თუ რეალურად ასე ხედავენ თავის შესაძლებლობებს? ერთპარტიულ არჩევნებში ეხა ვერ გავიგე ერთპარტიულ არჩევნებში არჩევნებს მოიგებენ აბა რას იზამენ კაცო რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ არ ვიცი რა კითხვა დამისვით მე ვერ გავიგე რა აი კითხვა რა შემდგომარეობს ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ერთპარტიულად მოუწევს ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში მონაწილეობა ასე ხედავთ რეალობას იმიტომ რომ ხო არ არის ჯერ ასე ვთქვათ ადამიანი ამბობს რომ ცალსახა პოზიცია ყველა პარტიას გავაუქმებთ და ესე რომ ვთქვათ ამით გავაერთიანებთ ქვეყანას და არჩევნებს მოვიგებთ ეხლა თქვენ მითხარით აქ შინაარსი არის რამე რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ სისულელეზე ვერ გავიგე რა პარტიების გაუქმება არის საზოგადოების გაერთიანების ფორმულა ან არჩევნები რო ჩატარდება ამ შემდეგ იმას არჩევნები ერქმევა ანუ რა გიპასუხოთ არ ვიცი კი ბატონო მესმის თქვენი ასე ვთქვათ შეფასებისაც მესმის მაგრამ ამ ვითარებაში ოპოზიცია ასე გულხელდაკრეფილი დაელოდება საკუთარი თავის ასე ვთქვათ ლიკვიდაციას ეგ უკვე არ ვიცი რა ჯერჯერობით რას უყურებ ოპოზიციას ფეხების ბაკუნის და ტელევიზორში კომენტირებისმეც არაფერს არ აკეთებენ რატომ ბატონო კი მე მახსოვს თქვენი გარკვეული პრეტენზიები მოწოდებები ოპოზიციის მისამართი და აგერ 2 დღეში 9 მაისს დაგეგმილია ძალიან დიდი მარში და მსვლელობა. სულ მოუთქმელად ველოდები რომ ისინი საუბრებიდან და აი ამ ფეხების ბაკუნიდან რეალურ მოქმედებებზე გადავლენ. მეც ველოდები და მეც გამიხარდება. მე იმიტომ გითხარით რომ ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თქვენთვის რა არის რეალური მოქმედება ეს მითხარით თუ ხედავთ სხვადასხვა ფორმატებს ოპოზიციური თანამშრომლობის თუ თანამშრომლობის მცდელობის მოდი ასე ვთქვათ ერთმანეთთან თუ ხალხთან ერთმანეთთან ბიჭო ერთმანეთთან ეხა ვერ ხალხთან კომუნიკაცია თუ არ ეკნათ და რა არის იცით ჩვენ გვყავს ეხა აი ეს პროდასაურად განწყობილი უზარმაზარი არმია მარშების რამდენი სოციალური და პროფესიული ჯგუფი ვიხილეთ, ხო? უზარმაზარი არმია, მაგრამ თქვენ გინახავთ არმია იმის სარდლობის გარეშე, რომ არმია სარდლობის გარეშე ომი მოეგოს? ეს რაღაცა არ არსებობს ბუნებაში. და სარდლობა ვინ უნდა იყოს? ვინ უნდა უსარდლოს? უნდა უსარდლოს პოლიტიკურმა კლასმა, ხო? და პოლიტიკურმა კლასმა რომ უსარდლოს აი ამ არმიას
შესაბამისად, არმია მათ ბრძანებებს ხომ უნდა ასრულებდეს, მათ და მინდობა და პატივისცემა ხომ უნდა კონდეს, რაღაც გენერალური გეგმა ხომ უნდა არსებობდეს მოქმედებების. ეს ყველაფერი არ არის. არც აქვს პრეტენზია. არც აქვს პრეტენზია და ხალხიც არ იგებს, მაგრამ არც თვითონ არაფერს არ ეკეთებენ იმისათვის, რომ ხალხში ნდობა აღიდგინონ, რაღაცა პატივისცემა დაიმსახურონ, რომ ჩაუდგენ სათავეში ამ საპროტესტო მოძრაობას, კაპიტალიზაციას, კონსოლიდაცია მოახდინონ. აკეთებენ ამის რამეს. სხვა შორის აი სარდლობაზე გამახსენდა და აუცილებლად მინდა გკითხოთ, ჩვენ ვიცით რომ ემზადება სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად 26 მაისის აღსანიშნავად გუშინ თქვა მან ეს განცხადება გააკეთა რომ 26 მაისი ჩვენ უნდა ჩავებაროთო და დღეს როგორც ჩანს გულზე მოხდა ეს ქართულ ოცნებას მისი ეს განცხადება და გამოეხმაურა კობახიძე თქვა რომ ორად გახლეჩის მცდელობა არისო და ფეხი არსად დაუცდეთ ვაფრთხილებთ ფეხი არსად დაუცდეთ რეაგირება გვექნება სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი ეს ყველაფერი არის რიტორიკული პაექრობა ხო ეხლა მე ამაზე კომენტარი როგორ იმან ის თქვა ამან ეს თქვა თქვენს ხო ნუ ეხლა წიესაც ხადი იყო ის რა სიტყვა და ეს 26 მაისი რო ჩატარდება მერე რა ხდება ეს ხო პროცესია ეს ხო არ არის ერთჯერადი კი ბატონო შეიძლება 26 მაისს გამოვიდეს 100,000 კაცი საღამოს რაშორით სახში მიდივართ აი მერე რა ხდება ხო ანუ საჭიროა გეგმა აი ეხლა ხშირად ვამბობ რა უკვე ძალიან მერიდება ხო შედარება მომყავს თქვენთანაც მომიყვანია როდესაც შენ გაქვს პრეტენზია რომ იყო მძღოლი მაგრამ საჭესთან არ ჯდები უკანას კამზე ზიხარ და ელოდები ეს მანქანა თავისით როგორ მოგიტან შედეგს ხო ანუ A პუნქტიდან B პუნქტში როგორ მივა ეს არ არის მძღოლობა ეს არ არის მძღოლობა შენ ხარ მაშინ გზავრი და ეხა თუ ყველამ გზავრია ეს მანქანა ვერ წავა ხო გასაგებია ხო ეხა თუ საჭესთან არავინ არ დაჯდა და საჭესთან უნდა დაჯდეს პოლიტიკოსი უნდა დაჯდეს არ ჯდებიან საჭესთან კი ბატონო 26 მაისს დიდი აქცია ჩატარდება მე როგორც ხვდები ბევრი არაფერი ვიცით ჯერჯერობით 26 მაისის სავარაუდო სცენარის შესახებ მაგრამ არ იქნება ეს მხოლოდ აქცია იქნება გარკვეული ასე ვთქვათ საზეიმო ღონისძიება და არ ვიცი აღლუმი როგორ უნდა ჩაიბაროს სალომე ზურაბიშვილმა მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის მისი გზავნილებიდან რაღაცა ასეთი შინაარსი გამოკრთის კი ბატონო ვიზეიმებთ კარგია მე რა შვებიან ის გითხრან კაცო თორე ვიზეიმოთ მე არა ვარ წინააღმდეგი ყველამ ერთად ვიზეიმოთ ხო რა უნდა ქნან ბატონო გია შტურმით ხომ არ აიღებენ პარლამენტს ნუ ეხა რა ვქნა რეცეპტები გამოვწერო ეთერში თუ რა ბიჭო ის უნდა ქნა რომ ხალხი მათი თავარი საზრუნავი ეხა ის კი არ არის რომ ერთმანეთთან იჯდნენ და რაღაცებზე ილაპარაკონ ჭკვიანურ რაღაცებზე რა მათი საზრუნავია რომ ხალხთან კომუნიკაცია გააჩინო. აი მარტივი კითხვა დაუსვან თავის თავს. ეს პროტესტი რომ მიმდინარეობს, ეს პროტესტი პოლიტიკურ კლასს რატო არ იღებს, რატო არ აღიარებს ლიდერად? აი რატო არ აღიარებს? და ხალხის გარეშე ეს პარტიები რა არის? არაფერი არ არის. სახელებია მეტი არაფერი არ არის. მეც გავხსნი დღეს პარტიას. გასხვება რა შეიქნება მითხარით. თუ ხალხის მხარდაჭერა არ ექნათ. და ხალხთან საერთო ენა თუ ვერ გამოძებნეს. მადლობა პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს უსმენდით ამასობაში დავით უსუფაშვილი ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის დღეს რომ ვუყურებდი ქართული ოცნების ყრილობას გამახსენდა სხვათა შორის შარშანდელი ყრილობა მე რა თქმა უნდა დავსერჩე მეტის ზუსტისთვის და აღმოაჩინე რომ თებერვალში გამართლა ამ წელიწადს ცოტა მეტი არის გასული განსხვავება ბევრია მაშინ ვნახეთ რომ ირაკლი კობახიძე წარადგინეს პრემიერად, თავმჯდომარე ღარიბაშვილი იყო, ბიძინა ივანიშვილი მაშინაც არ გამოსულა დელეგატებთან, მაგრამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ახლა რთული აი ამ დღევანდელ 18 წუთიანი ყრილობიდან რაღაცა ღრმა პოლიტიკური ანალიზი და დასკვნები გააკეთო შენი პოლიტიკური ოპონენტის შესახებ, მაგრამ თქვენ როგორც გამოცდილ ადამიანს, რომელმაც იცის მაშინდელი ქართული ოცნები, ბევრი კი არავინ არის დარჩენილი მაშინდელი ქართული ოცნებიდან დღევანდელ ასე ვთქვათ წარმომადგენლობაში, მაგრამ მაინც ალბათ გარკვეულ პოლიტიკურ ნიშნებს დაინახავდით. აი თქვენთვის რა იყო ყველაზე მეტყველი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით.
თქვენ ძანეთ რომ რაღაცები მახსოვს და შეიძლება რაღაც პარალელები გავავლოთ. მე გეტყვით რომ იმ ასაკის ვარ რომ კიდე უფრო რაღაცები მახსოვს იმის წინ და კიდე იმის წინ და კიდე იმის წინ. კიდე უფრო საინტერესო. დღეს მოხდა იყო არაფერი სხვა თუ არა დროში შეკუმშული კომპარტიის ყრილობა. აი, როდესაც ესე იგი შეიკრიბებოდნენ პატივცემული გვამები, ერთი მოჭრილი ჩაცმულობით, ესე გამოწყებილნი, გამეხებული სერიოზული სახეებით, ვითომ იქ რაღაცას წყვეტდნენ, მაგრამ სინამდვილეში გზევით ერთი კაცი ან ორი კაცი რაღაცას გადაწყვეტდა და მერე ყველა ერთად ხელს აუწევდა. უბრალოდ იქ უფრო ბევრი გამოსვლა იყო ხოლმე, ბევრი ტაში იყო ხოლმე, აქ ამის ესეც ეზარებაც და აი გარი მეტი არაფერი. რაც შეეხება შინაარს. ახლა მე თავად პარტია ოცნების შიგნით არასდროს ყოფილ ვარ და მაშინაც კოალიციაში ვიყავ, თუმცა რა თქმა უნდა ხედავდი როგორ იქმნებოდა ან როგორ კომპლექტდებოდა და ხო მე ნამდვილად მახსოვს რა ხელა ის იყო ფიქრი და განსჯა ვინ იყოს პოლიტსაბჭოში, ვინ იყოს პარტიის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ მანამდე კობახიძე როცა შეიჭრა. იყო სერიოზული განსჯა და რაღაცა პარამეტრებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა რასთან გვაქვს საქმე? ახლა გვაქვს ერთმანეთთან დარეულ საკუთრებისო გადაკიდებულ ადამიანებს შორის ბრძოლა, რომელშიც ხან ერთი წამოიწევს წინ და ის ჩაიგდებს ხელში იმ თავარ საძალაუფლებო კურთხევას და მადლს მათ საპატიო თავმჯდომარისგან, ის გახდება პარტიის თავმჯდომარეც, პრემიერიც. მერე რაღაცის გამო რაღაცას ცოტა გაწევენ, მერე ეს ცოტა გაწევა ყველას ძალიან აშინებს, იმიტომ რომ იციან რომ ცოტა გაწევას მერე სულ გაწევა მოყვება ხოლმე, ზოგი საფათ აორთქლდება იქედან, ზოგი ცოტა ხანი კიდევ ჯახირობს და მერე აორთქლდება და აი ეს პროცესი. ეს რომ არ ხდებოდეს ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანაში და ეს რომ არ იყოს ჩვენ არ ვლაპარაკობდით იმ ხალხზე, ვისაც დე ფაქტო ხელში უყრიათ ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი და ძალაუფლება, მაშინ მშვენიერი სერიალია, რომელთაც შეგვიძლია გავერთოთ. ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილისგან სრული ძალაუფლება მიცემული აქვს ირაკლი კობახიძეს? არავითარ შემთხვევაში, მას სრული პასუხისმგებლობა დაეკისრა ამ ყველაფერს. თქვენც ასე ძალაუფლება სრულად და ამას ამბობდა, რომ მისი დუმილით შესაძლებელია ამაზე იყოს დუმილი უფრო მეტყველია, მოკლედ იმ პოზიციაზე, რომელიც დღეს აქვს ბიძინა ივანიშვილს და შესაძლებელია გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც უკვე ძალიან ბევრი რამ გაფუჭდება, ყველა პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძეს შეატოვოს და თვითონ უკვე მოგვევლინოს როგორც გარკვეული მხსნელი კობახიძისგან ქვეყნისა. იცით, გარკვეული თვალსაზრისით ეს მოდელი, რაც აღწერეთ, კი, მაგ ტიპის სცენარია, თუმცა ასე რაღაცა პირდაპირი გაგებით ყველა პროცესი არ მეორდება. მაგალითად, წინა მსგავსი ცვლილებებისგან განსხვავებით, როდესაც უცებ აღმოაჩინეს, რომ ბავშვები საქართველოში იმშილობენ, გახსოვთ? კი, მაგრამ არ მახსოვს, კვირიკაშვილი შეეწირა, შემდეგ აი ამ გაეროს კვლევას. და თვალი აგვეხილა იმითიო, რომ იმან რაღაც აწეროს, ხოჩოს ახლა იმ ორგანიზაციებს ერჩიან ყველაზე მეტად, ვინც მაშინ თვალი აუხილა. კი ბატონო. იმ პერიოდისგან განსხვავებით, დღეს თავად ძალაუფლების მპყრობელი არ არის ასე კაფიოდ ჩამოყალიბებული, რა იქნება ხვალინდელი დღე. რა ელის მას და მის გუნდს კონკრეტულად ვაშინგტონიდან. რას მოიტანს მეგობარი აქტი, რისი მაჩვენებელი იყო მეგობარი აქტის ამ ხელა უმრავლესობით გასვლა ქვედა პალატაში, მათ შორის რესპუბლიკელების მხარდაჭერით, მან არ იცის როგორ წარიმართება ურთიერთობები ამერიკასა და რუსეთს შორის უკრაინის თაობაზე. მან არ იცის ევროპა რა ფორმით და როგორ ჩაერთვება ამ პროცესში. ყველა პოლიტიკურ კვერცხს ერთ კალათში არ აწყობს? ამიტომ უკიდურესად შეშფოთებული ყოველდღიურ ადევნებს თვალს, მათ შორის არ იცის როგორ აიქნება ირანთან და ირანის შეერთებული შტატების ურთიერთობა. ისიც არ იცის როგორ დაალაგდება მაგალითად სომხეთის საკითხი, რომელიც ძალიან საინტერესო მოძრაობებს აკეთებს და ასე შემდეგ. არც ის იცის ხომ არ გველის ის, რომ გრანდ შეთანხმება საქართველოს იმ შუადერეფნობასაც დაგვაკარგინებს, თუ კი აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი სხვების დახმარებით შეთანხმდნენ იმაზე, რომ ამ გზაზე იაროს თვითონ და ასე შემდეგ. იმდენი რამ არ იცის მან, რომ ამ პროცესში ხო ცდილობს შეიქმნას სხვადასხვა ტიპის დაზღვევები, მათ შორის ხო ის რომ ვიღაცები რეზერვში გადაიყვანოს,
ვიღაცები სულ მოაშოროს რეზერვში ვინ ბატონო დავით ძალიან საინტერესო რამ თქვით ვინ შეიძლება ახლა მოვიაზროთ გარკვეულ ასე ვთქვათ რეზერვში გადასულ ჯარისკაცად ხომ არა ირაკლი ღარიბაშვილი რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა პარტიაც და კითხვაც კი ზედმეტია იმდენად ნათელია თავად რამდენჯერ გაუსვა ხაზი იმას რომ მე ერთხელ წავედი მე ერთხელ გავედი მე ესე მოვედი, რატომ მოვედი და თან 25 ჯერ თუ 27 ჯერ ახსენა ხო ბიძინა ივანიშვილი. როცა მას ესე იგი მე წავედი, როცა დავჭირდი მოვედი, ახლა ესე იგი საჭიროა და მივდივარ, მაგრამ მაგერ ვარ და ასე შემდეგ. ეს ახლა კიდევ მეორე მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო სისტემა სულ უფრო და უფრო უახლოვდება იმ თავისთვის კატასტროფულ ზღვარს, როდესაც ამოწურავს ამ მანევრების საშუალებას, ამ დროს ახლა ეს ცნობილი შედარებაა და ამიტომ ვიხმარ ამას და არა პირდაპირ გაგებით ვადარებ ვინმეს რამეს და ეს რამე არის ვირთხები ხო იცით ცნობილი ამბავი რომ მე ჭამენ და ბოლო ცოტანე არჩებიან და ის ერთი რო დარჩება ის ერთი მე შიმშილი ტდება იმიტომ რომ შესაჭმელი აღარავინ არის გარშემო ანუ ამ ტიპის მოვლენებთანაც გვაქვს საქმე იმიტომ რომ ის ძალაუფლებით ბოლომდე რაღაცნაირად საღგონება წამხდარი ადამიანების რაოდენობა მცირდება და ეს თემა და ეს საქმე რაც შეიძლება სწრაფადაა დასასრულებელი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს დრო და ფუფუნება ამ თემებს სწრაფად ან ცოტა მოგვიანებით ამ პროცესის დასრულება ყველა ვაკეთებთ ჩემი აზრით იმას რაც შეგვიძლია თქვენს გიას ბოლო მომენტში მოუსწარი იყო მისისთვის ჩვეული სტილით სუპერკრიტიკული პარტიების მიმართ, თუმცა მეორე მხრივ პოლიტიკურ სისტემას და პარტიებს ხუხაშვილზე მეტი მხარდამჭერი და გულშემატკივარი არ ყავს. და მას ყველა პარტიასთან და ყველა ლიდერთან მიესულება კიდეც და მისულიც არის და ნასაუბრებიც არის და მისას პატივსცემს ხალხი, ამიტომ მისი ეს კრიტიკული დამოკიდებულება მესმის, თუმცა ამ კრიტიკულმა დამოკიდებულებამ ნიჰილიზმში არ უნდა გადაგვაგდოს. თუ მე ვხედავ რომ თქვენ ჟურნალისტობა არ გამოგდით, ასე ვთვლი, და ქვეყანა ჟურნალისტობა ჭირდება, მაშინ ვკიდებ ხელს ამ საქმეს. იმიტომ რომ ეს არის ჩვენ საერთო ქვეყანა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვიხსნათ ის. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები გადავწყვეტ 9 მაისს და დავდგეთ სადღაც და გავიაროთ. ყველა ვერ იქნება იქ იმ მომენტში, იმიტომ რომ ყველას ეს არ ძალუძს. მაგრამ სხვაგან იქნება და სხვაგან შეასრულებს თავის მოქალაქეობრივ ვალს. ამიტომ ჩვენი წილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ვალდებულება და აქტივობა ეს უნდა შევასრულოთ და ქვეყანა დაალაგდება. არის საუბარი იყო პოლიტიკურ პროცესზე, ხო, პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც ამ ქვეყანაში საკუთარ მოვალეობას ასრულებენ, მაგრამ რაღაცა თვითონ პოლიტიკოსებიც ამბობენ, რომ აი პროტესტი ქვეყნის შიგნით, ხო, არსებული უნდა მიუახლოვდეს თავის მიზანს. ჯერჯერობით ეს დისტანცია ისე ჩანს, რომ არ შემცირებულა პროტესტსა და ახალ არჩევნებს პოლიტპატიმრებს გათავისუფლებას შორის. იცით, ჩვენ გასულ შემოდგომაზე ძალიან ცუდი ამბავი დაგვემართა. ძალიან ცუდი. ხო, არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი ვითარება. ეს ახლა დღეს არ აღმოგვიჩენია ჩვენ რომ ძალიან მძიმე ვითარება მივიღეთ. ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლა, ისე რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ დაზიანდეს, კიდევ უფრო დაზიანება შესაძლებელია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. და დაზიანებულა ეს ქვეყანა. თუნდაც აი მეგობარი აქტით, მოსაოდნელი სანქციები და სასჯელს ქვედა პალატიდან უკვე გადაეცა, ხო, სენატს განსახილველად. მეგობარი აქტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დაძრული იყო შარშან ამ დროს. მაგრამ მე იქ შიდა მათი პოლიტიკური პროცესების გამო შეჩერდა და სწორი იქნეს რომ შეჩერდა. და დაელოდნენ არჩევნებს. არჩევნების შედეგად შეიცვალა ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ შეიცვალა პრიორიტეტები და გაჩნდა უამრავი ახალი თემა, რომელმაც მოიცვა ყველას გონება, დრო და ამ შემდეგ. მიუხედავად ამისა, მეგობარი აქტი ჩვენმა მართლა ჭეშმარიტმა მეგობრებმა ორივე პალატაში, ორივე პარტიიდან ძალიან კარგად დათვალეს და გათვალეს და დაინახეს, რომ ორი სხვადასხვა ტექსტით ორ პალატაში საკითხის წინსვლა ძალიან დიდ და რთულ პროცესს უხდიდა ამ კონკრეტულ აქტს. ამიტომ ორი ნაბიჯი უკან გადადგეს, ისინი გაიწვიეს
საერთო ტექსტზე შეთანხმდნენ და საერთო ტექსტმა ჯერ სენატში მოიპოვა მხარდაჭერა კომიტეტის, ახლა ქვედაპალატაში, ახლა მიბრუნდა. ანუ რა? ხო, მაგრამ ჯერ ხომ არ ვიცით იგივე სენატი დაუჭერს თუ არა მხარს და შემდეგ უკვე ტრამპს გადაეცემა ხელმოსაწერა და საბოლოო ვერდიქტი მან უნდა გამოიტანოს და ქართულ ოცნებას იმედი აქვს რომ ჯერ კიდევ არსებობს, არ ვიცი, მოლაპარაკების შესაძლებლობა თუ კი ტრამპი შეძლებს და მას არ დაამარცხებს deep state. მათ აქვს უსაფუძვლო იმედი და მათ იმედს აქვს ძალიან მცირე შანსი. მე მაქვს პირიქით იმედი და ძალიან მაღალი შანსით. იმიტომ რომ როდესაც ქვედაპალატაში ორპარტიული ამხელა მხარდაჭერით აქ სამმა რესპუბლიკელმა დაუჭირა და 180-მა დემოკრატმა ამ პირიქით ასე ხო არ არის? 150-მა ასეთმა დაუჭირა და 170-მა ისეთმა. და ეს ადამიანები ცოტა სხვა პოლიტიკური კულტურის ხალხია და ასე თამამ მარტივად ხელს არ აჭერენ რაღაცაზე. თუ ეს საკითხი არ არის გავლილი მათ პარტიაში, მათ კოლეგა სენატორებთან, ეს აქტი ქვედაპალატაში მოვიდა ზედა პალატიდან. სენატორებმა საგარეო კომიტეტში დაუჭირეს მხარი. იქ მხარი დაუჭირა ორივე პარტიის წარმომადგენლებმა. იმ პარტიის წარმომადგენლები არიან პასუხისმგებელიც და გამოხატავენ თავთავიანთი ჩვენებური სიტყვებით, რო ვთქვათ, ფრაქციების პოზიციებს. ამიტომ ჩემი იმედი რომ ეს აქტი გაივლის ბოლოს. ეს არის საფუძვლიანი იმედი, ემყარება ამ ფაქტებს და არგუმენტებს, ის რომ ეს ხალხი არ მოქმედებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ისევ ჩვენი ის ვიხმაროთ ტერმინი საპარლამენტო მდივნის და მდივნების გარეშე, ანუ ის ხალხი, ვინც პრეზიდენტის ოფისს წარმოადგენენ პარლამენტში და პირიქით და მათთან კონსულტაციებით ხდება ამ ტიპის აქტების, ესეც ვიცით. ახლა რა გამოდის, ჩვენი იმედი არის საფუძვლიანი და დასაბუთებული, თუმცა ეს არ არის ბოლოში გასული პროცესი. ოცნების იმედი არის უსაფუძვლო, არის ვარდისფერი ოცნებები და თანამასობაში მათ წინ უდევთ საკუთარი სერიოზული მარცხი. მათ მეგობარი აქტის საწინააღმდეგო ლობირებისთვის უზარმაზარი ძალისხმევა გასწიეს. უზარმაზარი, მაგრამ უშედეგოდ. აი ამაშია გასხვავება. ხო, ლობიზმზეც მინდა დაგელაპარაკოთ. ახლა ერთი არ ასაბობენ ქართული ოცნების ლიდერების, ხოთი შორის ლიდერებმა დღეს გააკეთეს განცხადება აი ამ მეგობარ აქტთან დაკავშირებით და ასევე დასასანქცირებელთა სიასთან დაკავშირებით. მეორეა რას ფიქრობენ და რაზე საუბრობენ თავად პოლიტიკურ კულუარებში. ხოთი შორის ხმები იმასაც ამბობენ, რომ ქართული ოცნება განსაკუთრებით აი ლევან დავითაშვილის ამერიკაში წარუმატებელი ვიზიტის შემდეგ და წარმატებელს იმიტომ ვამბობ ასე თამამად რომ ფაქტია რომ მის ჩამოსვლა საქართველოში ძალიან მალე ფეხდაფეხ მოჰყვა ამ აქტის მიღება ქვედაპალატაში დიდი უმრავლესობით ამას მოყვა ძალიან მალე მოკლედ ეს კომენტარები და გადაწყვეტილებები ხმები იმასაც ამბობენ რომ ქართულმა ოცნებამ დაითხოვა ყველა ლობისტური კომპანია რომ შეწყვიტა მათთან საქმიანი თანამშრომლობა როგორც ჩანს იციან და მზად არიან რომ მეგობარი აქტი შესაძლებელია კანონად იქცეს. აი მიუხედავად როგორ ფიქრობთ თუ ასე გაგრძელდა ეს პროცესი? მე როგორც ერთ რიგით საქართველოს მოქალაქეს და დარწმუნებული ვარ ჩემსავით ბევრს აინტერესებს სადამდე შეიძლება მივიდეს ამერიკა საქართველოს შორის, საქართველო ამერიკას შორის ურთიერთობები. მე ყველას ვინც თვლის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ნორმალური ურთიერთობა. მე არ ვლაპარაკობ იმათზე, ვინც თვლით რომ სტრატეგიული ურთიერთობა და ნომერ პირველი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს და გვექნება. მაგრამ ვინც თვლის რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა აუცილებელია, მათ საყურადღებოდ და გასაგონად მინდა ვთქვა, რომ დღეს უკვე დღეს თქვენ მზადებთ სადამდე შეიძლება მივიდეს. მოდი პირველი ვთქვათ ის სად არის უკვე მისული და სად არის უკვე მისული, მე ყველას მინდა მე არ დამიჯერონ, სხვა რამეს დაუჯერონ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას. იგივე დავითაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით. ყურადღება მიაქციეთ ორ სიტყვას. ჩვენ კერძო საუბრის შინაარს არ ვასაჯაროვებთო. შეხედეთ, დაუკვირდით რა ხდება? სახელმწიფო დეპარტამენტში ვიყავიო და შევხვდიო ხალხსო და ასე შემდეგო, ვიცე-პრემიერი ვარო, იქო სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე ვლაპარაკობდიო, კაი ამბები მომაქო. სანამ ჩამოფრინდებოდა საქართველოში, მანამდე მათ თქვეს, რომ კერძო საუბრის შინაარსზე საჯარო კომენტარს არ ვაკეთებთო. ანუ რა? სახელმწიფო დეპარტამენტში შევიდა საქართველოს მოქმედი დე-ფაქტო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი და ამას ოფიციალური შეხვედრაც კი არ დაარქვეს. ამას დაარქვეს მე რას გეუბნებით უყურეთ, ვინცაც აინტერესებს რომ ურთიერთობები დღევანდელ საქართველოსა და დღევანდელ შეერთებულ შტატებს შორის, ივანიშვილის გუნდსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის რა ნიშნულზეა, აი ამ ნიშნულზეა. ერთი მხრივ პარლამენტში, იქ კონგრესში
იღებენ მეგობარი აქტს. ორპარტიული, ორპალატური სუპერ ხარდაჭერით და პროცესი აქეთ მიდის. მეორე მხრივ აღმასრულებელ ნაწილში ხელისუფლების და სახელმწიფო დეპარტამენტი მოგეხსენებათ არის იმათი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ანუ ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ის ნომერი პირველი უწყება, ვისაც აქვს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან. ამ უწყებაში, ამ შენობაში შესულ დავითაშვილზე ლაპარაკობენ კერძო საუბრას არ გავასწავლეთ. მეც ვიყავ იმ შენობაში 2 თვის წინ. აი როგორც მე შევედი და გამოვედი როგორც კერძო პირი და მეც ვილაპარაკე იმ ხალხთან, ვისთანაც მან ილაპარაკა. აი ასეთ დონეზე განიხილეს. ანუ ხო, საქართველოს მოქალაქე ჩავიდა იქ. ამ დონეზეა დასული. ანუ ოფიციალური ურთიერთობები, აი მე ძალიან ასე ვთქვათ, ვერიდები ასეთი წინადადების თქმას, იმიტომ რომ ჩვენი აი ამ მჭიდრო პარტნიორობის ორმხრივი კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამერიკამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის, განვითარებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების შენობისთვის, მაგრამ ქართველმა ხალხმა სისხლი და სიცოცხლე გაიგო სამშვიდობო მისიებში, ისე რომ თვალი არ ჩვენი ქვეყნის იმ საერთაშორისო სისტემის სამშვიდობის მომავლისთვის, კი ბატონო, ევროპული მომავლისთვის, ნატოში, არ ვიცი, პერსპექტივისთვის, რომელიც ძალიან ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორობისთვის მეგობრებთან, ჩვენი იმ სისტემაში თანამონაწილეობისთვის, რომელსაც დღეს თანამედროვე მსოფლიო ჰქვია. ოფიციალურ ურთიერთობებს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება. ეს შეიძლება იყოს ბოლო წერტილი. როდის შეიძლება ეს მოცემულობა დადგეს? ბოლო წერტილი, შეხედეთ ჩრდილოეთ კორეასთანაც კი არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგჯერ ტრამპი რაღაცა შეეხმიანება იქაურ ლიდერს და ამ შემდეგ. ბოლო წერტილი არ არსებობს. იმიტომ რომ ბოლო წერტილი ნიშნავს რას? თანამედროვე მსოფლიოში ესე იგი წაშლას ვიღაცის. ანუ სახელმწიფოებრიობა უნდა გაუქმდეს მაშინ ვიღაცის, ვის წინააღმდეგაც ბოლო წერტილზე მივა. თუ აქამდე მისვლა უნდა ვინმეს და ეს აქ გამართლება თუ აი ელჩი ხომ ჯერ კიდევ ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს? კი, ყავს. იცით, საბჭოთა კავშირში არსებობდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. და პირიქით ვაშინგტონში იყო საბჭოთა კავშირის საელჩო. ელჩები არსებობდნენ, მაგრამ ამასობაში 200 რაკეტა იყო დამიზნებული ბირთვული ერთმანეთის წინააღმდეგ და იყო სუპერ ტრული დამოკიდებულება. ჩვენ გვინდა, რომ ურთიერთობები იყოს არა მინიმუმის დონეზე, რომ აბა რა ვქნათ კი ბატონო, და მინიმუმის დონეზე ურთიერთობები უამრავი ჩვენი მოქალაქისთვის იყოს პირდაპირი ხიფათის შემცველი. იმისა რომ სამუშაოს დაკარგავს, იმისა რომ მათი შვილი თუ დედა თუ მამა რომელიც წასულია სამუშაოდ გამოუშვებენ, იმისა რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა და ტერიტორიული მთლიანობის თემა, რომელიც დღევანდელ ვითარებაში რაღაცა თითქოს სადღაც და ვინდა რამ მოიტანა ის რომ დღეს ჯერ კიდევ სამართლებრივად მსოფლიოს მიერ საქართველოს აღიარებულია იმ ფარგლებში, რასაც ჩვენ საქართველოს ვეძახით. და რატო ხდება ეს? კობახიძის ვაჟკაცობის შედეგია ესა? და ვინ დაანგრია საქართველოს? ვინ ამბობს რომ საქართველოს აღარ არის საქართველოს და აქ სამდედაქალაქს ხედავს ჩვენს ტერიტორიაზე? მასთან მეგობრობა, ანუ მტერთან დამეგობრება, მტრისგან საქებარი სიტყვების მოსმენა ერთი მხრივ და მეორე მხრივ მეგობრებისგან არათუ კრიტიკის და საყვედურის მოსმენა, მეგობრების იმ დონემდე მიყვანა, რომ ის ხალხი ეუბნებიან, არ გვინდა თქვენი დანახვა და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა. ამ ხალხმა მოახერხა უპრეცედენტო რამ, ცივი ომის დასრულების შემდეგ მსგავს ვითარებაში არ აღმოჩენილა არც ერთი ქვეყანა. თურქმენეთი ხო ვიცით თავისი გზით მიდის და მოდის. გაგიგიათ რამე თურქმენეთ დაასანქციეს ან რაღაც. ან იმათ ჩათვალეს რომ ამ ხალხმა აირჩია თავისი გზა და სამართლებაო ეს ამბობენ ქართული ოცნების წევრები. აი თქვენ თქვით რომ იმ შეხვედრაზე მეც ვიყავი ანუ გულისხმობ ამერიკის სახელმწიფო იმ შენობაში? იმ ხალხთან იმ შენობაში თორე მე რამდენად არა მესმის კაცო გავიგე მაყურებელმაც გაიგო ანუ თქვენც გქონდათ მანამდე ალბათ სანამ დავითაშვილი ჩავიდოდა მე როგორც გავიგე შეხვედრა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ბოდიში გვარი არ მახსოვს შედარებით ახლები. არა მეც ვინაიდან მართლა კერძო შეხვედრა იმქონდა მეც თუ გეტყვით გვარეს, მაგრამ იმავე რანგის
წარმომადგენლებთან, მაგრამ ეს არის ოფიციალურად შეხვედრა. მაგრამ საუბრის თემა ალბათ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, ხო, რაც საჯაროდ ყველა საინტერესო. საოჯახო ურთიერთობებზე იქ არ შევიდოდით. ხო, ანუ სწორედ ამიტომ მაინტერესებს მართლა გონიათ და დარწმუნებული, მოდი ასე ვიტყვი, მართლა დარწმუნებულები არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ სანქციებმა შესაძლებელია უკან იმოქმედოს ქართულ ოცნებაზე, იმიტომ რომ ხო ხედავთ როგორ განცხადებებს აკეთებენ, ამბობენ რომ უსამართლო, ამბობენ რომ ახლა გომელაურმა თქვა დიდი ხანიაო და სასანქცირებელთა სიაში ვარო, ამბობენ რომ ეს არანაირი პრობლემას არ შეუქმნის, რაღაცა ხავსის მოჭიდებას გავსო ეს ამ სანქციების შემოღება თავად ოპოზიციისთვისო, ანუ მართლაც აი დარწმუნებულები არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ სანქციები თავის შედეგს გამოიღებს და ქართული ოცნება იძულებული იქნება დანიშნოს ახალი არჩევნები? მოდი ერთი რამე ვთქვათ. ამერიკის შეერთებულ შტატებს ან რომელიმე სხვა ქვეყანას ტერმინი სანქცია და ინსტრუმენტი სანქცია საქართველოსთვის არ გამოუგონებიათ. ეს ტერმინი და ეს ინსტიტუტი და ეს მექანიზმი არსებობს და ამ მექანიზმს და ინსტიტუტს იყენებენ ხოლმე. როგორც სახელმწიფოს ხელში არსებული ინსტრუმენტი იარაღი იმ პოლიტიკის გატარების, რომელშიც ამის იძულებული ხდებიან. იქ ვინმე კი არ ზის და ესე იგი სიხარულით არის რომ ოხ მომეცა საშუალება რომ ეხლა კიდე მანდა დათოს დავასანქცირო და რა მაგარი იქნება და ეს ჩემ GDP-ს გაზრდის ასე შემდეგ. არა, მათ იციან რომ ყოველი სანქცია ეს არის უკიდურესი იძულებითი ღონისძიება და ძალიან ფრთხილად უდგებიან ამ საკითხს. მე მინდა გითხრათ, სუპერ ფრთხილად სიფრთხილე იმაშია, რომ სანქციამ არ აი ლაპარაკობ, ყოლეთ მაგას ვამბობ. სიფრთხილე იმაშია, რომ სანქციამ არ დააზარალოს უდანაშაულო მოსახლეობა. მოსახლეობას არ შეუქმნან პრობლემები. მაგალითად, ბიზნესმენებს, რომლებიც აფინანსებენ ასეთ და ასეთ რეჟიმს. რომლებიც მოხდრიან სიაში. ეს სია, ეს ხო იცით როგორ სია? ეს არის სარეკომენდაციო, ეს არის მოსაზრებები. ნაჭორავები აქტივ უწოდა მამუკამდინარეთს. ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, ხა ვინც მიაწოდა ეს სიაო თადუმაძეო ისევ მოსამართლედ არისო. აი ამის მეტი რომ სათქმელი არაფერი აქვს, ესე იგი იმას კი არ ამბობს რომ ჩემი ხელისუფლების ამდენი წარმომადგენელი იმ ქვეყნის უმაღლესი დონის პოლიტიკოსების გადმოსახედიდან, ვისთანაც უმჭიდროესი თანამშრომლობა გქონდა და ასე შემდეგ, რომ აქამდე მივიყვანეთ საქმე. ახლა იქ მძიმე და წერტილი აქვს და თანამდებობა სწორად არ ამიცეული. ამაზე ლაპარაკობს, სხვა ვერაფერზე. ხო, პოლიციელები არიან შინაგან საქმეთა ამაზე სერიოზულად თუ არ განვიხილავთ. ანუ რეკომენდაციო სია ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ყველა არ დაასანქციონონ, ან შესაძლებელია 10-ჯერ მეტი იყოს. შესაძლებელია 10-ჯერ მეტი. ხო, აქ არის მინიშნება იმაზე, მინიშნება, რომ ამ სფეროში ამას ხედავთ, იმიტომ რომ ამ ხალხმა დაარღვია ძალიან კონკრეტული იცით, როცა ლაპარაკობენ რომ იმათ რა ესაქმება ჩვენს ურთიერთობებში, ერთ რამეს მიჩქმალავენ ხოლმე. საქართველოს გარდა შიდა კანონმდებლობისა, გვაქვს ჩვენ საერთაშორისო კანონმდებლობა. ანუ ჩვენ გვაქვს ხელი მოწერილი შეთანხმებებზე, კონვენციებზე, ადამიანის უფლებების დაცვის აქტებზე, იმ აქტების აღსრულების მექანიზმებზე და ყველა ეს კონვენცია, რომელშიც ჩვენ ხელი აქვს საქართველოს მოწერილი და აღებული აქვს ვალდებულება, რომ ჩვენ ამას შევასრულებთ, ყველა მოითხოვს ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ, რომ კადრებში რასაც ვხედავთ, რომ რუსთაველზე, ქუჩაში, ასფალტზე წოლიარე ახალგაზრდას, რომ ჩაულის გვერდში ვიღაცა ფორმიანი, ნიღბიანი იმ სისტემის წარმომადგენელი და ასე უკან ქუსლ უკუღმა, ასეთი ტერმინი უნდა შემოვიღო, იმიტომ რომ სხვა არ ვიცი რა დავარქვა. აი ესე ქუსლს რო ამოარტყავს სახეში და გადააგდებს იქეთ. და მე იქვე მეორე რომ ჩამოივლის, ხედავს რომ იმან ეს გააკეთა. და ეს კიდე პირდაპირ ასე წიხს რო ამოარტყავს სახეში და გადააგდებს იქეთ დასისხლიანებულს, გაივლის. და მე ამის მერე თვეები გავა და არც ამ ადამიანებს დასჭის ვინმე. არც ამ ადამიანების უშუალო ხელმძღვანელებს, ვინც იქ ამას ხელმძღვანელობდნენ ოპერაციას. არც ზევით ვინმეს და პრემიერ-მინისტრი ამაზე პასუხისგებლობას არ აიღებს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი მინისტრის, დაქვემდებარებაში მყოფი სამმართველოს უფროსის, დაქვემდებარებაში მყოფი ათეულის უფროსის, ათეულის წევრებმა აი ეს ჩაიდინეს და ამაზე ხმას არ ამოიღებს, ეს ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს, ამას ჩვენ რო ხედავდეთ სადმე სხვა ქვეყანაში,
მე და თქვენ 100%-ით გაგვიჩნდებოდა თუ არ რწმენა, რომ ეს არის სისტემური მოქმედება. ამ ადამიანებს კი არ სჯიან, ახალისებენ, აჯილდოებენ. ისინი ასე მოქმედებდნენ, იმიტომ რომ ასე იყვნენ მომზადებული, მიშვებული, დაგეშილი და ეს არის სულ ზევიდან დაწყებული საქმე. და ახლა ისინი ამას რო ხედავენ და ჩვენც რო ხედავთ, 100%-იანი განცდა რო გვაქვს, რომ მოქალაქეს ასე ეპყრობიან და ასეთი მოპყრობა თუ იყო გადაცდომა ვინმეს ადგილზე, ის გადამცდომი არ დაისაჯა და არც არავინ არ დაისაჯა, პირიქით დაჯილდოვდნენ, მეორე დღეს იგივე გაიმეორეს, მესამე დღეს იმაზე მეტი გაიმეორეს, იმიტომ რომ რასაც ჩვენ კადრს მიდმა ვერ ხედავთ, ეს არის მადლობები მათთვის პერსონალურად და მათი უფროსებისთვის, რომ ბიჭებო რა მაგარი ქენით, რომ დღეს ამდენს დაამტვრიეთ სვირპირი და ამას რო ხედავენ და მე გამოარჩევენ იქედან, რომ ამას, ანუ ქვედარდონეს ვიღა პოლიციელს, მე ამას, ხო, სანქციები ემუქრება, ეს არის რეალობა და ეს არის მთავარი. და თუ აქ რომელიმეს თანამდებობა არასწორად წაიკითხა ვინმე მდინარაძემ, ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ. უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ სისტემურ დანაშაულს ხედავენ, ამ სისტემური დანაშაულის თაობაზე პირდაპირ მიუთითეს, მისცეს დრო და ვადა, რომ მიიღეთ ზომები, გამოასწორეთ ეს ამბავი და აქედან რა მიიღეს რა პასუხები? რომ თურმე ბრიტანეთის დემოკრატია დაიშალა, საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა გაანადგურა ბრიტანეთმა, იმიტომ რომ ამათ რამე გაუბედა. სწორედ ამიტომ ესმის ხოლმე შეკითხვა, რომელიც ძალიან ბევრს აღიზიანებს და მესმის იმ ადამიანებს, ანუ რეალურად ადამიანებისაც მუშაობს თუ არა სანქციები. ვიდრე მაგაზე მიპასუხებთ ისევ აი ამ სარეკომენდაციო სიას მინდა მიუბრუნდე. მხოლოდ ეს არ იყო განხილვის საგანი, სხვათა შორის ეს პოლიტიკურ მსჯელობებში, რომ იყო თუ არა შეცდომით ვიღაცის გვარი მითითებული, არ ვიცი, საკუთარი მოღვაწეობის მიხედვით. ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნიშნით არ მოხდა სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აი ამ სიაში. გაქვთ რამე ვერსია? მე დარწმუნებული ვარ იმ პრივატულ საუბრებში, ალბათ სიაზეც იყო საუბარი და თუ კი ოპოზიციაც მონაწილეობდა ამ სიის მიწოდებაში, საინტერესოა გრიგოლ ლილუაშვილი ვინ რა ნიშნით გამოარჩია? მე არანაირ სიასთან შეხება არ მქონია და არც მექნება. ეს არ არის ჩემი საქმე და ჩემი პროფილი. არც ის მაინტერესებს, მაინც და მაინც ჯერ რომელი მინისტრია და მე რომელი მინისტრია, ან რომელი მინისტრი ჯერ შეეხება და მე სხვა შეეხება, ეს ნაკლებად მაინტერესებს, იმიტომ რომ ყველაფერი ეს, აი ამ ტიპის საკითხები, არის ძირითადი, საკითხის ძირითადი თემიდან გადასვლა. და გეტყვით რას გულისხმობ. ერთი ცალი მინისტრი რო იყოს დასანქცირებული, ერთი ცალი. ეს არ არის სოს სიგნალი, რომ საქართველოს მთავრობის მინისტრი თუ უნდა ყველაზე ისეთი ნაკლებად აქტუალური რომ არის ახლა საერთაშორისო ურთიერთობებში, რომ ერთი მინისტრია დასანქცირებული ძალადობისთვის, ძალადობის მფარველობისთვის, კორუფციისთვის, ქვეყნის გზიდან აცდენისთვის და ეს ადამიანი ჯერ კიდევ მინისტრია. და ამ ჯერ კიდევს აჯილდოებს ხელისუფლება, ეს ხო ნიშნავს, რომ თელმა სისტემამ, თელმა დანარჩენმა გაიზიარა სანქციაც, პასუხისმგებლობას და ყველაფერი. ამიტომ ამას უნდა შევხედოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი. აი ვიღაცა ამბობს, რომ აბა რა შედეგი მოაქვს ამ სანქციებს. ხო, მუშაობს თუ არა სანქციები, ოცნება ამბობს, რომ ეხა უკან დახევა იქნება ქვეყნის ღალატის საავადმყოფო. მე და თქვენ ახლა ძალიან საინტერესო საუბარით. რომ ესე იგი რაღაც არ ვიცი რამდენი წუთია დაკავებული ვართ. და შედეგი მოყვება ამ საუბარს, რას ფიქრობთ? რა შედეგი? როგორი? აბა, აი ხვალ ხელისუფლება აღარ იქნება, ჩვენ ხო აღწერეთ რომ ასეთია, ეს ჩაიდინა, და ხო თქვით. და ახლა მას მოყვება ხვალ შედეგი. ხო, ერთდღიან მოქმედებაზე არ ვსაუბრობთ, საუბრობთ ფრთიან პროცესზე. მაგას ეს არის პროცესი. ამ პროცესში არის სწორი მიმართულებით გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც აუცილებლად მივა შედეგებამდე. ვიღაცამ მაგალითად ესტონეთმა რომ სანქცია დაუწესა ვიღაცას, აქ ვიღაცემა გაიღიმეს ესტონეთს სულ არ ჩავალ იმ ესტონეთში. მერე აღმოჩნდა ევროკავშირის სხვა ქვეყანა, კაცო იქაც სულ არ ჩავალ. ხო, ამერიკა იქაც სულ არ ჩავალ. მერე წამოვიდა სხვა ტიპის სანქციები, ფინანსური, ჩასვლაზე აღარ არის საუბარი, იქ ქონებას ვერ განკარგავ. უიდე და ეს ცოტა პრობლემა ყოფილა. მერე ვიღაცამ დაიწყო ამოიკნესა, რომ კი მარა ჩემი შვილები რა შუაში არიან. კი მარა ასე შემდეგ. და ვერ ხედავთ ამ მოთქმაგოდებას? ვერ ხედავთ ამ პროცესში იმას, რომ დიახ, ამას შედეგი აქვს. შედეგი, უყურე როგორ არის ხო კიდევ ცოტა უხეშ მაგალითს მოვიტან, შესაძლოა 1000 ნამამრავლ ნამის გამო, მაგრამ მაინც კაფიო რო გახდეს ეს ყველაფერი.
შედეგი რუსეთი 3 წელია, 3 წელიწად ნახევარია უკრაინას ებრძვის და უნდა უკრაინა დაშალოს, უკრაინა ჩამოშალოს, გაანადგუროს და ასე შემდეგ. შედეგია აქ რუსეთს, აი აგრესორს, ოკუპანტს 3 წელიწად ნახევარია იბრძვის. შედეგი არ აქვს, იმიტომ რომ მეორე მხრიდან ამას აქვს კონტრმოქმედება. უკრაინის თავდაცვას და ამდენ მსხვერპლს შედეგია აქვს, ოცნებას რო კითხო, არა, რა შედეგი აქვს? ამდენი ხალხი დაიხოცა იქ. მაგრამ ამ მოქმედებას, ამ ნაბიჯებს, სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, შედეგი ექნება სწორი. და თუ ამ სწორი მიმართულების ნაბიჯებს არ გადავდგავთ, მაშინ არასწორი ნაბიჯები გაიმარჯვებენ. რუსეთმა ამ აგრესიული არ ვიცი, ტოტალური, არაცივილური რას ეძახიან ხოლმე კიდევ ტერორისტული ომით ვერ შეძლო უკრაინის ოკუპაცია, რისი სურვილიც აქვს, მაგრამ აი ბოლო შეკითხვა მექნება სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯები. კი ბატონო, მაგალითს გადმოვიტან მაშინ, კი ბატონო, რადგან ახსენეთ, შეიძლება უხეში შედარება იყოს, მაგრამ უკრაინა იბრძვის თავად ქვეყნის შიგნით საერთაშორისო მხარდაჭერით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, სწორედ ამ პოლიტიკურ კრიზისში, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით ბრძოლას. ფიქრობთ, რომ სწორი სტრატეგია აქვს ოპოზიციას არჩეული შორს არ წავალ 9-ში ჩანიშნული მსვლელობა და 26 მაისის საზეიმო ღონისძიება, რომელიც უნდა ჩაიბაროს ოპოზიციამ. ორივე არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, ორივე არის აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი. გუშინ წინაც იყო სწორი ნაბიჯი ამ მიმართულებით, პროტესტის მიმართულებით. პოლიტიკურ სურათს რაც შეეხება, ამ პოლიტიკურ სურათს თავისი ბევრი მდგენელი აქვს, მათ შორის საერთაშორისო მდგენელი და ამ საერთაშორისო მდგენელის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე რამ მოხდა და მინდა ამას ყურადღება მივაქციოთ. კარგია რომ გუშინ გერმანიაში კრიზისი არ განვითარდა, იმიტომ რომ ძლიერი და თავისი პოზიციებით მყოფი გერმანია ძალიან სერიოზული როლის შემსრულებელია ჩვენს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებშიც. ძალიან კარგია რომ საფრანგეთის პრეზიდენტი არის ძალიან აქტიური ამ პროცესში. ძალიან კარგია რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტი არიან ძალიან აქტიური ამ საკითხებში და მე ქვეყნები რაც ჩამოვთვალე ეს შემთხვევით არ ჩამომეცდა ვინც გამახსენდა. მე ჩამოვთვალე ის ქვეყნები რომლებისგანაც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი იმ ტიპის პოზიტიური როლის შესრულება ჩვენი ქვეყნის ამ ძალიან მძიმე პროცესში. შემდეგი თემა არის ის, რომ წეგან ვახსენე და კიდე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი მეგობრების მცდელობებმა უშედეგო გახადა ქართული ოცნების ლობირება ვაშინგტონში. და ამ ლობირებისთვის ისინი იყენებდნენ 1-2 უცხოელ ლიდერსაც, მაგრამ ამ 1-2 უცხოელი ლიდერის პარალელურად ჩვენი ქვეყნისთვის სწორ თემებზე მუშაობდა ბევრი სხვა უცხოელი ლიდერი. ევროპულ ლიდერებს გულისხმობენ. ეს პროცესები ხშირად არის იმ დიპლომატიური თუ იმ ურთიერთობების ველზე, რომელიც ყველაფერი არ ჩანს, ამიტომ ეს სერიოზული თემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობა, ქვეყნის ურთიერთობა, ხალხის ურთიერთობა იყოს ძალიან მეგობრული და სწორი პოზიციები გქონდეთ, მაგალითად ისრაელში. რა შუაშია ისრაელი? ძალიან ხშირად ეს ყველაფერი შუაშია და ცენტრშია იმ სარტყელის შესაქმნელად, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის და ტოტალიტარული, ავტორიტარული, პრორუსული ხელისუფლების გაშვებისთვისაა აუცილებელი. ისევ საზღვარი ვერ გადმოვკვეთეთ, მოკლედ ამ თემაზე საუბრისას. თუმცა, რადგან გაქვთ მოლოდინები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აი ამ საპროტესტო პროცესში 9 და 26 მაისი, დავულოდოთ მოლოდინების განვითარებას ძალიან მალე დადგება ორივე თარიღი. მანამ სანამ დავასრულებთ. კი ბატონო, კონსტიტუცია. მე თქვენი ნაჩუქარი კონსტიტუცია, ოღონდ თქვენი ასე ვთქვათ, წარწერა დამიტოვეთ აუცილებლად. დიახ, და მე მინდა კიდევ ერთხელ კონსტიტუციის ჩუქების თქვენთვის, იმ კონსტიტუციის, თუნდაც ამასაც გაჩუქებთ. კი ბატონო, არა, იმას მაქვს უკვე, კი ბატონო. არა, ახლა მინდა რომ ამ ჩუქებას ერთი პატარა ის დავაყოლო, რომ მაშინ გაჩუქეთ როგორც ჟურნალისტს და ახლა მინდა რომ საჩუქრის სტატუსი ავწიო. და ჩათვალეთ რომ ეს კონსტიტუცია თქვენ ჩემგან გაქვთ როგორც საქართველოს მოქალაქეს. იმ მოქალაქეს, რომელიც აი აქ იგულისხმება კონსტიტუციის პირველ სიტყვებში, ჩვენ საქართველოს მოქალაქენი. და მე მოდის რომელთან ნება ვაკეთებთ ამას. იმიტომ რომ თქვენ მიუხედავად იმისა, ვის ახარებს და ვის აღიზიანებთ,
ხოლმე, ალბათ საღამოარჩევილის ისე რომ ასეც არ იყოს და ისეც არ იყოს. ძალიან ბევრს, მათ შორის კოლეგა ყველას. პოლიტიკოსებსაც ძალიან. ყველას, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის პირადად ხართ ერთ-ერთი ის საქართველოს მოქალაქე, რომელიც თან ხართ ჩვენ, ანუ ჩვენ საერთო სახელმწიფოზე, ჩვენ საერთო ქვეყანაზე და სამშობლოზე ხან ვიკამათებთ, ხან სხვადასხვა აზრი გვექნება, მაგრამ არ დავკარგავთ ორიენტის, არ დავკარგავთ პრინციპებს, არ დავკარგავთ ღირებულებებს და ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩემს მიერ აღწერილი ეპიზოდი რაც ყველა ვნახეთ რუსთაველზე, ეს აი ესე ჩაიარა თითქოს, იმიტომ რომ რაღაცა სხვა ამბები მოხდა. არის უპატიებელი ამბები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ საკითხში რო ხართ ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, მინდოდა კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი. და ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ უკვე და კიდევ უფრო მეტი ვიქნებით და როდესაც ვიქნებით ბევრი და ძლიერი მოქალაქე ჩვენი პოზიციით, ჩვენი პრინციპით, ჩვენი ღირებულებებით, მერე არათუ სწრაფად მოულით ასეთ პრობლემებს, ასეთ პრობლემები აღარც დაგვემართება. მადლობა ბატონო დავით უსπაშვილი, ლელოძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამაზე გავალთ, რეკლამის შემდეგ ალეკო ელისაშვილი შემოგვიერთდება თავის პოლიტიკური პოზიციით, დაგველოდეთ. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. ქართული ოცნების დღევანდელი ყრილობა და ოპოზიციის უახლოესი გეგმები, მათ შორის 9 მაისთან და 26 მაისთან დაკავშირებით. სხვა შორის დღეს ვნახეთ, რომ ირაკლი კობახიძე 26 მაისის ღონისძიებასაც გამოეხმაურა, რომელსაც გარკვეული, ასე ვთქვათ, გამაფრთხილებელი რა ვიცი, ხასიათიც ჰქონდა. მან თქვა, რომ უნდა 26 მაისს საზოგადოება ორად გაიხლიჩოს, Deep State-ს ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას, ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთო. ალეკო ელისაშვილი, ლელოძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენი გადაცემის სტუმარი. ალეკო, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს მოვისმინე პოლიტიკოსების შეფასებები ქართული ოცნების ყრილობასთან დაკავშირებით. ძირითადად, ასე ვთქვათ, შინაარსი იყო ასეთი, რომ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ვის შეცვლიან პოლიტსაბჭოში, სანამ ვერტიკალის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი, ქართულ ოცნებაში ძირეულად არაფერი იცვლება. არ ვიცი, შეიძლება არც გსურდეთ ამ ღონისძიების თუ დღეს მიღებული ცვლილებების კომენტირება, თუ გსურთ კი ბატონო, შესაძლებელია თქვენს კოლეგებს ეთანხმებოდეთ, რაც შეეხება ესეთ გამაფრთხილებელ განცხადებას, რომელიც კობახიძისგან მოვისმინეთ 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ანუ აი რა გზავნილია თქვენთვის, როგორ გაიგეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს? გამარჯობა, მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმებით. ერთი იყო ღარიბაშვილი, ისე გააქრეს, ჭკუა იყო ღარიბაშვილს, გაიქცა, უნდა რომ შერჩეს. რაც მოუპარია და რაც დღეები გადაუფორმებია და რაც მილიონები გოდრით წაუღია, ყველაფერი უნდა რომ შერჩეს თან ისე რომ არ დასანქცირდეს და მაგდენი ჭკუა კი იყო, რომ დროზე ადრე ისკუპა. თუმცა ღარიბაშვილი მოხდა ამ სარეკომენდაციო სიაში დასასანქცირებელთან. ხა ამერიკელების საქმეა, მაგრამ მაგას თავის გეგმები აქვს ღარიბაშვილს და უნდა რომ შერჩე შეიტყაპუნოს რაც მოიპარა და თან ისე რომ არ დასანქცირდეს, იმიტომ რომ ხვდება რომ ამათი გემი იძირება, იმიტომ რომ რაღაც მაინც უცხოელებს ხვდებოდა ამერიკაში დადიოდა და ამ ზოგიერთი ტლუსგან განსხვავებით და ხვდება რომ არ არის კარგი ენის ტლიკინი ამერიკელებისთვის და არც არავისთვის დანარჩენ მსოფლიოში და თარო ის სანქციები არის ჯოჯოხეთის სინამდვილეში. იქ ზოგიერთი ვერ ხვდება ქართულ ოცნებაში რა კატასტროფაა ის სანქცია, აი ხარება და ეგენი, ხო იცი, აი იქ რაღაცა ორი მინდორველის გარდა არაფერი რო არ უნახავს და უცხოეთში ერთხელაც რო არ ყოფილა, მაგრამ თვითონაც უკვე არ მომენ დარწმუნებული ვარ საბანკო ბარათი არც ერთი აღარ ექნებათ, არც მას და არც მის მოადგილეს, მაგრამ ეგენი კიდე კაი თუჯის თავიანი ხალხია, მაგრამ აი იქ ვინ შეებერტყილები არიან და უცხოეთში მისვლა-მოსვლა აქვს და ქონება და ბავშვი სამშვები, ცოლები სამშობიეროთ რო დაყავდათ ამერიკაში, იმათ მაიცია რომ თუ ხდებიან მაშინ აი მითხარი, ხო ეს რომ მოსალოდნელი იყო, ამაზე უკვე რამდენიმე თვეა მიდის საუბარი, ხო? დასანქცირების შესაძლებლობაზე. აი რამე მათი ქმედება მეტყველებს იმაზე, რომ ეს სანქციები მათ გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის. საშინელს ვერ ნახე ყახიშვილი როგორც წმოტუნებდა იქ ეთერში რო იჯდა, იქ სადიჯდა, იქ უცნობთან და რო წმოტუნებდა სხვების მაგრად. სხვები ვერ ბედავენ ლაპარაკს ამაზე. იმიტომ რომ საშინელი წნეხის ქვეშ არიან. სუსი თუ ვინმეს აშანტაჟებს,
სუსი თუ ვინმეს უთვალთვალებს და თუ ვინმე ყავს უბედურ დღეში, ისევ ქართული ოცნება და მისი ლიდერები. ქართული ოცნება და მისი ლიდერები, რომელსაც ყველას უთვალთვალებს. მთელი რესურსი სუსის გადასულია იმაზე, რომ ქართული ოცნებიდან ვინმე არ გაიქცეს. თუმცა თვითონ სუსის ყოფილი ხელმძღვანელი არ არის აი ამ დასასანქცირებელთა სიაში და ძალიან ბევრი ვერსია მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სწორედ ის ყოფილიყო კომუნიკაციის წყარო ამერიკის. მომლაპარაკებელი ზაფხულში ის იყო, მე მაინც მოისროლეს, ძალიან ცუდად გაუშვეს ლილუაშვილი, რომელსაც აგერ ვამბობ ხა მაგაცის ქებადიდებას არ დავიწყებ, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, აი ვიღაცა ქაჯები რო არიან, ეს ვიღაცა წარაკუები, მაგათგან განსხვავებით დაღვინებული კაცი არის ნამდვილად ლილუაშვილი და დარბაისელი კაცია და საურთიერთობოდაც და ისეთ რაღაცა ცანცარა და ესეთი ანრი ოხანაშვილი და ისეთი ქართული ოცნების ლიდერების ქება თქვენგან. არა, პირადი შეხება მქონდა ხა მე როგორც თავდაცვა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის და ძალიან ისეთი გაწონასწორებული დარბაისელი ტიპი არის რა, რა თქმა უნდა. თუმცა მხოლოდ ამ თვისებებისთვის არ დაინდობდნენ. ესეთი ხალხი არ უყვართ ამათ საერთო ჯამში და გააგდეს, ხო ნახეთ, არა, ოქტომბრამდე ქონდა სპეციალურად თუ გახსოვთ მთელი ეს პერიპეტია, რომ სუსის ხელმძღვანელისთვის სუსი გამოიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცალკე სამინისტროს. ცალკე კანონში ცვლილებები შევიდა და ითქვა, რომ სუსის ხელმძღვანელი უნდა აირჩიეს 6 წლით, იყოს მხოლოდ და ერთადერთი მინისტრი, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. და 6 წლით რატო საარჩევნო ვადაზე მეტი ხნით, რომ ხელშეუხებელი ფიგურა იყოს, რომ არ იყოს პოლიტიკური გავლენების ქვეშ. და ესე მოტყუებით გააგდეს, ხო, ოქტომბრამდე ქონდა უფლებამოსილება, უთხრეს რომ სხვა ინფრასტრუქტურის მინისტრად დაგნიშნავთო, დააწერინეს განცხადებები. უფროსის მოტყუება, რა ვიცი, კარგი. ნუ ეხა ბიძინა ივანიშვილმა და ჩაატარა მთელი ეს და ხო ნახეთ რომ გააგდეს. თქვენ ჯერ თქვენს რომ ინფრასტრუქტურის მინისტრად დაუნიშნავთო, მე გააგდეს, მოკლედ საერთო ჯამში. ხო, გააგდეს. და ნუ ამერიკელები როგორც ჩანს მაგას არ ერჩიან. ეხლა რაც შეეხება ამ თელ ამბავს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ატყუებდა ქართულ ოცნებას. ანამდვილებით ვიცი და იმას ვამბობ, ატყუებდა და ეუნებოდა, რომ დაალაგებული მაქვს ტრამპთან აბსოლუტურად ყველაფერი და აგერ მაისში ხელს ჩამოვართმევ ტრამპს. ესეთ რაღაცასაც ეუნებოდა და ეს ამათაც ჯეროდათ. საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? რა, ეხლა პატარა. ბოლო პერიოდში რაღაც ხშირად ავვრცელებთ ასეთ კულუარულ ინფორმაციას ქართული ოცნების რაღაცა შიდა სამზარეულოდან. პატარა ეს ქვეყანა და ჟურნალს საცერივით არის ეგ შენი ქართული ოცნება და ჟურნალს როგორც საცერიდან წყალი ეგრე მაგათგან ამბები. ჯერ კიდევ 7 მაისია შესაძლებელია დაალაგდნენ მაისის ბოლომდე. დაალაგდე ხო, აი მეგობარი აქტი დაალაგებთ ძალიან მაგრამ რა დღეს დარეგისტრირდა სენატში, წარმომადგენელთა პანელულად ამ კონგრესის მიიღო, 2-3 კვირა უნდა რომ რამდენიც მე ვნახე 70,000 საკითხია. სენატშიც თუ დაამტკიცეს, მერე დაუდევენ ტრამპს ხელის მოსაწედად და რა არის ეს, რომ სანქციების შემთხვევაში ყველანაირი ბიუროკრატია მოშორდება და აი ვისაც უნდა როგორც უნდა ისე დაასანქცირებენ და სანქცია არის ჯოჯოხეთი. ეს არის ჯოჯოხეთი ყველა ნორმალური ადამიანისთვის. ნუ არანორმალურისთვისაც ეს არის ჯოჯოხეთი. ვერსად ვერ წახვალ, ვერანაირ ბიზნესს ვერ ასოდეს ვერსად, ვერ ჩენი ოჯახის წევრი და ვერანაირი თანამედროვე სერვისით ვერსად ვერ ისარგებლო. მათ შორის საბანკო სერვისები. ეს არის კატასტროფა. ამას შობია რა თავში ტყუია დაიხალო და მოკვდა, იმიტომ რომ 21 საუკუნე გამოქვაბულებში ხوار ცხოვრობთ. ამის ეშინოდა და ბიძინა ივანიშვილი აქამდე წელავდა დროს და ეუბნებოდა რომ თქვენ კაცო ნუ ნერვიულობთ, იმიტომ რომ ძალიან ანერვიულებულები იყვნენ, ძალიან აი მორღვევის პირას იყვნენ და უთხრა მე დავალაგებ და მაშინ ამათ ეგონათ რომ ბიძინა მართლა დაალაგა იმ ზელენსკისთან საქმის გარჩევების მერე აჰა მოისუნთქეს ოცნებამ და იფიქრეს რომ ხო მგონი ბიძინა მართლა დაალაგა. ეხა გამოჩნდა რომ არც არაფერი არ დაულაგებია და ამის მერე ელოდებით რღვევას ქართულ ოცნებაში. რა თქმა უნდა, ამ ქართულ ოცნებაში ბევრი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, რომელმაც იმდენი იჯახირა ცხოვრებაში, იმდენ რაღაცაზე გადმოხტა, იმდენ რაღაცაზე გადახტა, იმდენ რაღაცა იკადრა, რომ ფული მოეპარა, რაღაცა პატარა ფული მოეკუჩებინა, სადღაც იქ ბარსელონაში პატარა სახლი აქვს, იქ ვიღაცას ლონდონში პატარა სახლი აქვს, ზოგს პარიზში სახლი აქვს. სადღაც ანგარიშზე მილიონები აქვს და ადვათ ყოველ დღე ამოწმებენ ჩვენთვის მოპარული ფული, თორე რომელია მაგიდან ბიზნესმენი, ხო? და აი მოპარულ ფულებს უცბად ჰოპ და აღარ იქნება გაქრება ის საბანკო სერვისები რომ შეწყდება გინ ქონია იმ ბანკში გინ და რქონია და გუდიანი ფულით საზღვარზე ვერ ივლის, საზღვარზეც ვერ ივლიან და ამის მაგრად ეშინიათ, ძალიან ეშინიათ, ხო გითხარით აგერ კახიშვილი როგორც მოტუნებდა ნაცემი ძაღლებით რომ იმაშიც გავწკავებდა იმ იმაში რომ ვაიმე საშინელება ეს სანქციები და ზოგი იტყვის რომ მართლა ბევრი ფიქრობს რომ ესე თუ გაგძელდა ისია თუ დამტკიცდა ისე არის პირველად ისია ჩამოიფშნებიან იმასავით რა ქვია რა აი ჩამოიფშნებიან პირდაპირ ცუდად გალესილი კედელივით იქნებიან და მაგის პირას არიან მთავარია
ჩვენ გასაკეთებელს არც ამერიკელი გააკეთებს არც ეს. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გასაკეთებლამდე სანამ მივალთ დღეს რასაც ვუყურებდი ოცნება რა ვიცი რიხი ასეთი აქვთ საუბარისა რომ უკან დახევას არაპირებენ ქვეყნის ეხლა უკან დახევა ქვეყნის წინაშე დანაშაულიაო ასეთი ფრაზა თქვა დღეს კობახიძემ თქვა რომ პირიქითო გზასაცდენილი ადამიანები უნდა შემოვაბრუნოთო მას შემდეგ რაც აი ამ რადიკალებს დავამარცხებთო ასეთი განცხადებაც მოვისმინეთ თქვენ გქონდათ ინფორმაცია რომ ქართული ოცნება ემზადებოდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ახალი არჩევნების ჩანიშვნისთვის ეხლა მითხარით რაიმე შეიცვალა ამ მიმართულებით თუ ეს ასე ვთქვათ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ბაქიბუქი ასე ვთქვათ. არის ბაქიბუქია ეხა სინამდვილეში ვითომ ალბათ წინასწარ გააფრთხილეს რომ აბა მხნესახეები მიიღეთ, თორე სინამდვილეში კაი ჩასრულები არიან განსაკუთრებით მეგობარი აქტის კონგრესში დამტკიცების შემდეგ. ჩასრულები არიან, სულ ნიაზდიოდათ იმ ყრილობაზე ისე ისხდნენ არიან უბედურ დღეში. ამაში ეს დანამდვილებით ვიცი. ორივე არჩევნების ემზადებიან, იციან რომ საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია, აქვთ ორი ვერსია, ერთი ვერსიით რომ ორივე ერთად ჩაატარონ ოქტომბერში, მეორე ვერსიით რომ გაზაფხულზე ჩაატარონ. რომ მოუწევთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და რომ მოუწევთ პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, ესაციან ძალიან კარგად და ძალიან მძიმე დრო აქვს საქმე, ესეც ძალიან კარგად იციან. იმიტომ რომ ეს გრიგალი ჩადგა, რაც ტრამპმა ატეხა ამ პირველი 3 თვის განმავლობაში, ხო? ნუ თავიდან მოვიდა პირველი 3 თვე ყოველთვის ეგრეა, უფრო რაღაც ზედმეტი ბაქიბუქის დროა, ყველა ახალ არჩეული ხელისუფლებისთვის და ტრამპი მაინც ახლა უფრო ისეთი არა, ქვია, ბაქიბუქის უფრო მეტად მოყვარულია, მაგრამ ეს ამბავი ჩაცხრა, უკრაინასთანაც ურთიერთობა დაათბეს. დღეს ღრენა გაუშვეს, რომ რუსები არ თანხმდებიან სამშვიდობო მოლაპარაკებასო და ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბლეფობდა ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდის წინაშე, როცა იძახდა, რომ ტრამპთან დალაგებული მაქვს, ტრამპი ჩვენი კაცი, მოკლედ. მაგათ ჯანდაბაბნე გზა ქონიათ, თავარი არის ჩვენ არ შევეპულოთ, ჩვენ თავი არ დავხაროთ, ჩვენ ვიბრძოლოთ. ზეგ 9 მაისია, ევროპის დღეა და ყველას დღეს ფორმულაზე ვიყავი და შეცდომით გავიძახოდი 5 საათზე ჩვენი კოალიცია ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანს და გავემართებით ევროპის მოედნისკენ რიყისკენ. ამიტომ ყველას გეპატიჟებით, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი კოალიცია, არაა კოალიცია. მოდით ერთად ვიაროთ, ერთმანეთი გავამხნევოთ. და ყველა მინდა გავამხნევო, ხო ხედავთ არა, რომ სოფლიოში ეს გრიგალი ჩადგა, რაც ტრამპმა ატეხა. ეს არის ოპოზიციის გასაკეთებელი, როდესაც წეგან ახსენეთ. შეუპოვარი ბრძოლა, აქციები, მშვიდობიანი პროტესტი, დგომა რუსთაველზე, დგომა ყველგან, მარშები ციარული, ეს არის ჩვენი იარაღი, სხვა იარაღი ჩვენი ჩანს რომ შემგუებლობას ავლენს ქართული ოცნება, აი ასეთი უწყვეტი პროტესტის, თუნდაც მასშტაბური მსვლელობების და მასშტაბური აქციების მიმართ. შემგუებლობას როგორ აქვს ყველაფერი იკადრეს და ikisres რაც შეიძლება და ჯარიმები, ემატყება, დაკავება ზუსტად ამის წინააღმდეგია. ძალიან აღიზიანებთ, ძალიან ნერვებს უშლით ის რომ ვერ ჩაახშეს ეს პროტესტი, ვერ შეწყვიტეს ეს პროტესტი, ძალიან ნერვებს უშლით. 9 მაისაც ბევრი ხალხი იქნება, ყველას მოგიწოდებთ. იმედი გაგიცრუვდათ, ოპოზიცია გეზიზღებათ, რავი, ყველა ერთად გეზიზღებით, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ სულკან დგას საქართველოს და ამის საქართველოსთვის არის. თან ძალიან ნელა მივდივართ, აქციების უწყვეტობა ნიშნავს უწყვეტ სანქციებს. აქციები იწვევს სანქციებს. ეს არის ჩვენი იარაღი, სხვა ბრძოლის იარაღი ჩვენ არ აქვს, ხო? ერთი პოლიციელი არ დაუშიათ. ერთი პოლიციელი, ვინც ხალხს ემდა, ვინც ხალხს აწამებდა, ვინც ძარცვავდა დაკავებულებს, ბოტასებს და ტელეფონს, ერთი არ დაუკავებიათ და ამ ხალხთან ბრძოლის სხვა საშუალება ჩვენ არ აქვს. აქციები შეუპორო ერთმანეთი გაიმხნევეთ, საკუთარ თავში მოძებნეთ, მოუძებნოთ ყველა მძალა და მხნედ. ვიაროთ აგერ ზეგ მობძანდით 5 საათზე ერთად წავიდეთ. ალეკო, აი 26 მაისთან და 26 მაისს ძალიან ბევრი გამოვიდეთ, ამათ ვაჩვენოთ რომ ჩვენი. რა ხდება 26 მაისს? ეს მაინც მითხარით, ან თქვენ სამხედრო საკითხებში გარკვეული ადამიანი ხართ, იქნება ეს ასეთი ელემენტები ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ, რა ვიცი, აღლუმში? აღლუმი არც იქნება, ხოცები ვერ გაბედავენ აღლუმის ჩატარება და თან ჯარში ისეთი დრტვინოა, რომ ნამდვილად ვერ შეძლებენ ეგენი აღლუმი. გამორიცხულია, რომ აღლუმი ჩაატარო. გამორიცხულია, მე არ მეგულება ისეთი ოცეული, რომელიც გამოვა და შეიარაღებული ძალები არ გამოვლენ აღლუმზე. ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ათეულიც ვერ ყავდათ მიყვანილი, ხო, იქ რაღაც არიტუალო ასეულის 3 ბიჭი ეყენათ და ეგ იყო და ეგ. აღლუმს ვერ ჩაატარებენ აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ქართული ოცნება ვერ გაბედავს აღლუმის ჩაატარებას და მე მჯერა, რომ ანწუხელიძე შეურაცხყოფას აყენებენ 2008 წლის ომის დაწყებას ჩვენ გვაბრალებენ რა შუაშია სააკაშვილი და საქართველოს აბრალებენ ეს. აბა ვინ ჩაატარებს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან? ჩვენ აღლუმს ვერ ჩავატარებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რავი დიდი სახალხო სეირნობა
აღნიშნოთ დიდი აქცია მოვაწყოთ, ყოველ შემთხვევაში ახლა ასე ვიცი მე ეს ამბავი და აღლუმს ისინი ვერ ჩაატარებენ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ჯარში არის დრტვინოა და ჯარში ამათგან განსხვავებით არიან ღირსეული ადამიანები, რომლებსაც ანწუხელიძე ზუსტადაც უკვდავი გმირია და იციან, რომ ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი და არც ბოდიშს უხდიან ოსებს, არც რუსებს და არც არავის ღირსეული ხალხია იმ ჯარში და თუმცა აქეთ გაგაფრთხილათ ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილიც კობახიძემ წეგან გითხარით მისი ფრაზა დღეს გაშღერებული, რომ ფეხი არავის დაუცდეს, შესაბამისი რეაგირება გვექნებაო, ანუ რა არ ვიცი, რა იგულისხმება ამ ყველაფერში შესაძლებელია რაიმე გეგმა გაქვთ და ამ გეგმის შესახებ აქვთ ინფორმაცია ქართულ ოცნებას ყოველ შემთხვევისთვის რა სად შეიძლება დაგიცდეთ ფეხი დაეტიოს ერთი იცი რა აი პრემიერ-მინისტრი ხო არის ხო მაგარი ტიპი არის რა ხო დადის ხო ჯარი და ამდენი გაიარო ჩემთან ერთად მე დავდივარ ფეხით ეხლა თაწმინდან მოვედი ეხლა წავალ ისევ ფეხით გამოიაროს აბა ვნახოთ ვის დაუცდება ფეხი აბა თუ მაგარი ბიჭია მოდი აბა მე და მაგან ვიაროთ რა აი არც სიტყვიერ შეურაცხყოფას მივაყენებ არც ფიზიკურს რა აი დაცვამი არ დამყვება და დამკვრელები რავი ფეხი დავდივარ გამოვიდეს და ვნახოთ ირაკლი კობახიძე არა ნახოს ერთი თვითონ მისდამი დამოკიდებულება ხალხს როგორი ექნება და თუ გაბედავს ქუჩაში გავლას ხო იქიდან რაღაც მაგარი არის ჩაკეტილ შენობაში გარშემო ჯარი შემორტყმულში გამოვიდნენ რომელი ნებისმიერ მათგანთან ერთად გავილი ქუჩაში ფეხით რომელი გაბედავს აი თქვენთან არ მოდიან ეთერში ხო ჩართვიცაც არ აკავთ ხოლმე უთხარი თუ მიაწვდენ თქმას აგერ ვეუნებ რომელი ხართ მაგარი ბიჭი რომ ჩემთან ერთად ქუჩაში იაროთ მე დავდივარ ძმაო ფეხით იციან კიდევაც გამოდი და ჩემთან ერთად იარეთ რა შეურაცხყოფაც მოუყენებიათ და რა ხა ქებადიდება 1000 ჯერ მეტია რა დავდივარ არ ვეპუები დავდივარ გამოდით აბა თუ მაგარი ბიჭები ხართ და აი ვის დაუცდება ფეხი ერთი განნახებთ აბა ეს ტილიანები ესენი დავალული მეებში რო და გვირაბებით რო დაძვრებიან შენობაში და იქ დიდი გული იქ რაღაცა პატარა გოგოებს დაიყენებენ ჟურნალისტებს და იმათან აგძელიენები ფეხი არ დაგიწეთ დაიკარგონ ესენი მათი ის არ გაიშვას რა ქვია კარგი, ჩვენს გასაკეთებელს ანუ ამბობთ და აი მოვისმინებ ორი ფორმატი, ორი კი არა, რამდენიმე სამუშაო ფორმატი შეიქმნა ოპოზიციაში იმისათვის, რომ რაღაცნაირად კოორდინირებულად თანამშრომლობა და სხვადასხვა იდეების განხორციელება შეძლონ. ხვალ არის როგორც ვიცი დაგეგმილი კიდევ ერთი შეხვედრა ხუთსაათზე პაატა ბურჭულაძის ორგანიზებით. აი ფიქრობთ, რომ აი ამ რა ვიცი ერთობიდან რაიმე გამოვა, გამოდნება? პაატა ბურჭულაძე ძალიან საინტერესო იდეები აქვს სხვათა შორის, ამას წინ შევხვდით რაღაცებს დავილაპარაკეთ, არის პლებისციტის იდეა, საინტერესო იდეა, კარგი იდეა, მე რომ კაცმა მკითხოს ქართული ოცნება თვითონ უნდა გველაპარაკებოდეს პლებისციტის იდეა, რომ გამოძრნენ იმ უბედური მდგომარეობიდან, რაშიც თვითონ არიან და ქვეყანა შეიყვანეს ამ ჩიხიდან. კონკრეტულად რაც გულისხმობთ პლებისციტის ჩატარება ადგილობრივ არჩევნებთან ერთად? პლებისციტის ჩატარება იმაზე არ ნებისმიერ დროს შეიძლება პლებისციტის ჩატარება, რომ უნდა ჩატარდეს თუ არა საპარლამენტო არჩევნები, ნახოთ ერთი როგორი შედეგი იქნება. ერთობლივად, მაგრამ ამის ორგანიზებაში უნდა იყოს ოპოზიცია ძალიან აქტიურად ჩართული. მოკლედ ისეთია რა, ნედლი იდეა რა. არა, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, მარტო ჩვენთვის ხომ უნდა ჩავიტაროთ ეს ის არა. თუმცა რომ სხვა იდეებია ძალიან ნედლი იდეა ჯერ ისეთი დაუმუშავებელი ზუსტად რაღაცა ფორმა არ მიუღია მაგრამ ნუ ხარდამჭერები ოპოზიციაში ერთი არის ურიგო იდეა სხვათა შორის არ არის ურიგო იდეა პირიქით გეუბნებით რომ ქართული ოცნება შეიძლება იყოს გამოსავალი აი ამ კრიზისის ქართული ოცნება ფიქრობს გამოსავალზე და ხო გითხარით არჩევნების მოულოდნელად დანიშვნას აპირებს და ეს იქნებოდა ერთ-ერთი გამოსავალი ხალხს გითხოთ უნდა თუ არა საპარლამენტო არჩევნები მაგრამ ნუ ეს ჯერ ისეთი დაუმუშავებელი ნედლი იდეა კიდევ ერთი იდეა ქონდა ტელეფონით თუ ელექტრონულად არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით რომ ოპოზიციამ ჩაატაროს არჩევნები პლებისციტი არჩევნები ხო ნუ მოკლედ რაღაცა იდეები არის ჩვენთან არის გამოსავლის ძიებაზე ფიქრი და ეს არის სწორი კოორდინაციას რაც შეეხება შიგნით არის მეტნაკლები კოორდინაცია მაგრამ საგარეო ფრონტზე არის უკეთესი გაცილებით აგერა შედეგი არის ქვეყნის შიგნით რა პრობლემაა ან თუ თავდებით საგარეო ასე ვთქვათ კურსზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე ქვეყნის შიგნით რა არის შეუთანხმებლობის ძირითადი საგანი შეგიძლიათ ვინმე კონკრეტულად ამიხსნათ აი ვიღაცას მოწონს პლებისციტის ჩატარების იდეა და ვიღაცას არ მოწონს არა მაგი განხილვის განსახილველი ჯერ არ განხილვა ეს ზოგადად კოორდინაცია ის იძახის ამასთან არ დავждები ეს იძახის იმასთან არ დავждები რა დაждებიან აბა მაშინ რომელ კოალიციური მთავრობის მომზადებაზე საუბრობ და სალომე ზურაბიშვილი ეს მითხარით თუ ერთმანეთთან მაგიდასთან სასაუბროდ არ ხდებიან სახლში ხომ არავის მიყავს რა მე შემიძლია ჩვენ კოალიციაზე ვილაპარაკო, სადაც ძალიან კარგად ვისწავლეთ კოალიციური ურთიერთობა მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი რაღაცა ამ პარტავნება გვაქვს, ამბიციები გვაქვს, ჩვენ ვსწავლობთ ძალიან კარგად და
სხვებიც თუ მიბაძავენ ჩვენი კოალიციის მაგალითს გადაიღებენ და ჩვენი კოალიციის წყალი გადაესხებათ, არ იქნება ცუდი, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ვისწავლეთ ჩვენი ამბიციების უკან დახევა და საერთო საქმისთვის სრულად მობილიზება და კამათიც არის, ხარე კამათიც არის ხოლმე შიგნით ჩვენ შორის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს კოალიციას დაშლა არ ემუქრება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ დაშლის პროცესს კოალიციებს. ალეკო, დავაზუსტებ რა, იმიტომ რომ ხალხს აინტერესებს, ხო ეს ხო არ არის რაღაცა პრივატული, კომერციული საკითხები, ანუ პოლიტიკა საჯარო საქმეა და ხალხის სამსახურში ყოფნას ნიშნავს და გამოდის რომ ბევრი წლებია უკვე რაღაცა კულუარულ ამბებს ხალხს უმალავთ ხოლმე, მერე ნაწილი გამოდის, ნაწილი დამახინჯებული გამოდის, ნაწილი საერთოდ რჩება საიდუმლო. ფიზიკურად ერთმანეთთან დაჯდომაზე არის პრობლემა? არ ვიცი, არა ფიზიკურად დაჯდომაზე არ არის მე ვიყავი, მე არც ნაციონალური მოძრაობა მეხატება გულზე, არც მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ეხლა არის რუსეთის ჩვენ ქვეყანაში შემოსული, აგერ კობახიძეების და მამაძაღლების სახით და ვამბობ, როცა მტერი შემოგეჭრება ქვეყანაში, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და ერთმანეთის ხარდამხარ უნდა დადგო და ვამბობდი, რომ ადროს ეხა ამასთან არ დავდგები და იმასთან არ დავდგები და მე ვამბობდი, რომ ნაციონალებთანაც დავდგები და ვისთანაც გინდა დავდგები, ოღონდ ეს რუსული აგენტურა და ეს სამშობლოს მოღალატეები გავყაროთ თქო, მაგრამ მე ვამბობდი ამას ადამიანი, რომელიც სააკაშვილს უპირისპირდებოდა, რაც შემეძლო, როგორც შემეძლო ერთ ჟურნალისტს და ერთ მოქალაქეს, მაგრამ თვითონ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ხელმძღვანელები იძახდნენ ნაციონალებთან არ დავდგებიო და ხო რა ვიცი, ხა მე მაგათთან რა უნდა მელაპარაკო. არ ვიცი, არ გამოდის ეს ერთობა და ხა მე თავი დამანებით, მე ჩემ თავთან მართალი ვარ და ჩემ ქვეყანასთან მართალი ვარ, იმიტომ რომ მე ვიცი, როცა მტერი შემოგეჭრება, მაშინ უნდა დადგე სხვა ქართველთან ერთად მიუხედავად იმისა, მანამდე რა გაკავშირებდა ან არ გაკავშირებდა. არ გამოდის, რა ვქნა ეხა. მე ყველაფერი გავაკეთე ამისთვის, სულ ვიყავი ერთობის მომხრე, ამ ვითარებაში, სულ არა. აი ამ ბოლო პერიოდში ეს ერთი წელია რაც რუსული კანონი შემოატრიალეს, პირდაპირ ვამბობდი, რომ ეხლა რა დროს ეს რაღაცა ნაციონალი არანაციონალის გარჩევა და მიშისტი არამიშისტის ეს უნდა გავწიოთ და ყველა გავერთიანოთ და მე კი ბატონო, მე ვაკრიტიკოთ ისევ ერთმანეთით თქო, მაგრამ ნუ არ გამოვიდა. საგარეო კოორდინაცია უკეთესია გაცილებით. ხო და პროცესს რამდენად დააზიანებს, რომ არ გამოვიდა ეს გარკვეული ასე ვთქვათ ერთობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან პოლიტიკოსები არიან ისინი, ვინც რო იძახიან, რომ პოლიტიკოსი ვარო, ის კი არ არის პოლიტიკოსი. პოლიტიკოსია ის, ვისაც ხმას აძლევენ და ვისაც ენდობიან და თავის ხმას აძლევენ ხოლმე და ანდობენ. ეს არის პოლიტიკოსი. ხო და შესაბამისად დაინახავს ხალხი და ხედავს ხალხი თანდათან ვირისი მაქნისია, ვის რა პოზიცია ქონდა ამა თუ იმ ვითარებაში და შესაბამისად გააკეთებენ არჩევანს და ხმას რო აღარ მოგცემენ, მე იბრიქონი მათმა რამე. ერთი ეს მითხარით, ორი ვარიანტისთვის ემზადებაო ქართული ოცნება. ერთი რომ ახალი არჩევნები ჩაატაროს ადგილობრივთან ერთად, მეორე ვარიანტია რომ გაზაფხულზე ჩაატაროს. ოპოზიციისთვის ოპოზიციისთვის ემზადება რეალურად და რომელიმე ამ ვარიანტებიდან არის მისაღები? ოპოზიციისთვის ემზადება არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი, რომ პარტია არსებობს იმისთვის, ნებისმიერ ქვეყანაში ჯარი ყავს იმისთვის, რომ უნდა მოემზადოს ომისთვის. მოხდება ეს ომი თუ არ მოხდება, ნებისმიერი ჯარი. მოემზადოს არჩევნებისთვის. ხო, პარტია არსებობს იმისთვის, რომ სულ უნდა იყოს მზად არჩევნებისთვის და მე დანარჩენ ოპოზიციასაც მინდა უთხრა, რომ ისე არ გამოვიდეს, რომ მე ესენი უცბად რო დანიშნავენ ორივე არჩევნებს, მზად არ ვიყავით და ნიჭურტი გქონდაო, არ დაიძახონ. ჩვენ ვემზადებით. რა თქმა უნდა, პარტია ემზადება ზოგადად. გაიგოს ვინმემ რომ ადგილობრივი არჩევნებიც არანაირ, სანამ მე ამას ვამბობ მილიონჯერ და ეხლა რა დაფიცებები ნამდვილად არ მინდა. სანამ ერთი პოლიტიკური ტუსაღი მაინც დარჩება ციხეში, მე პირადად არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ. და სანამ არ დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. არავინ ბრიყვი არა ვართ, არავინ ის არა ვართ პატარა ბავშვი, რომ ესე მოგვატყუონ უცბად დაგვინოთ და თვითმართველობის რა გავქნათ, ამოვიოხროთ და უცბად გავარდეთ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. არა, ამას თავის დათქმები აქვს, თავის პირობები აქვს, მაგრამ ის რომ პარტია და კოალიცია ემზადება არჩევნებისთვის, ეს არის ლოგიკური, იმიტომ რომ პარტია არსებობს იმისთვის, რომ მოემზადოს არჩევნებისთვის. ან უნდა ემზადებოდა რევოლუციისთვის, ან უნდა ემზადებოდა არჩევნებისთვის. ხო, რევოლუცია არ გვინდა ადრე თუ გვიან აუცილებლად დავანიშნოთ არჩევნებს და იმ არჩევნებში უნდა დავანგრიოთ. ამისთვის უნდა მოემზადოთ. და რაღაცა მაჩანჩალობის. ეს მოთხოვნა მაინც შესრულდა ადგილობრივ არჩევნებამდე და დავუშვათ პერსპექტივა ახალი არჩევნებისა გადაიდო გაზაფხულისთვის. რატომ აი ძალიან რეალისტურია ხამაზე. მარჩელობა ეს კითხეთ ხუხაშვილს, კითხეთ ვიღაცას. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ესენი დავანგრიოთ ხოლმე არჩევნებში, თვითმმართველობაშიც და საპარლამენტო არჩევნებში. მაგრამ მარტო ეხა აქედან არ ამოჭრან და გადაჭრან. გეუბნები, სანამ პოლიტიკური პატიმრები ციხეში რჩებიან და სანამ საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, მანამ თვითმმართველობაში არჩევნებში მონაწილეობას. კარგი, და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ თქვენ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. გუშინ იყო სასამართლო პროცესი, ჩაინიშნა როგორც ვიცით ივნისში. თქვით რომ ნაწილ-ნაწილ მიჭერენო, კაცმა არ იცის შეიძლება ივნისში მოხდეს სულ სხვა რამ.
ფიქრობთ, გაქვთ ამის მოლოდინი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვიდეო ჩანაწერი უნდა წარადგინოს, როგორც ვიცი, შემდეგ პროცესზე პროკურორმა სადაც ჩანს, რომ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, როგორც ცემეთ თქვენ ბრალდებულმა დაზარალებულს. ანუ რა ჩანაწერები არსებობს? იცით ნანახი კონტექსტი. ჩანაწერი გაუშვეს კაცო, სადაც იქით ის ერთი თავგასიებული სუსის პროვოკატორის ალიბაბავი იქით მომზდეს 8 მეტრია გუში დაადასტურა ერთმა. გუში ძალიან ანეკდოტური ამბავი იყო. ნუ არის სასამართლო ხო არ არსებობს რა. აი ნებისმიერ ძალიან გულმხურვალე მომხრეც რო ყოფილიყავი ქართული ოცნების მოკვდებოდი სიცილით ისეთ უბედურ დღეს ჩავარდა პროკურატურა. მოიყვა ბრალდების მოწმეები არიან, ჩემი მოწმეები კი არა. მოიყვანეს მოწმე, რომელსაც ჩემი სასარგებლო ჩვენება მიცა. იმ ბიჭმა თქვა რომ 8 მეტრიანი რკინის ჯოხი მეჭირო, რო იკეცება რა სუშტასმენდა წამართვა იმან და გაიკიდა იმისკენ. ჩვენ კი არ გვიცნობდა არც ეცვა. ჩემი სასარგებლო ჩვენება მიცა და ისეთ უბედურ დღეს ჩავარდნენ ეს პროკურორები, ისეთ უბედურ დღეში ჩავარდნენ, არ ვიცი, რანაირად მიდიან სახში და მე რა შვიდად ცხოვრებას როგორ აგზელებენ ისეთი სამარცხვინო ვითარების მე როგორც იყო, არ ვიცი რა. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი საქმე რაღაცა ესე პორციად მიდის და ეს პორციად მიჭერენ, მაგრამ ჩემი საქმე იქით იყოს ზეგ 9 მაის 5 საათზე მარჯანიშვილის მეტროსთან მარჯანიშვილის მოედანზე ვიკრიბებით კოალიცია ძლიერი საქართველოს ხალხი დანარჩენებით მოდით კაცო ეხა ეგ გასარჩევი ამბავი არა ვინ რომელი კოალიციისაა ვისაც გული გიძგერთ გინდათ რომ დავენახოთ ერთი კიდე ერთხელ ამათ დავენახოთ რომ პროტესტი არ წყდება რომ ვიბრძვით ხო ხედავთ არა ეს მეგობარი აქტის და ნებისმიერი სხვა მოყვება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ შეუპოვრობას ჩვენ თუ ხელები ჩამოვყარეთ ჩვენ თუ არაფერი აღარ გავაკეთეთ არც მეგობარი აქტი იქნება და არც ძმაკაცობის ისა რა ქვია სადღიგრძელო მადლობა იმას ვქნათ რა ქვია მოდით გეპატიშებით 5 საათზე ზეგ 9 მაის და ერთი კაი მაშითაც გავიაროთ კიდე ერთი ამბავი. მადლობა ალეკო ელისაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო, ჩვენი გადაცემის სტუმარი, სულს უყან დროისთვის, გადაცემა 360 გრადუსზე ეთერში დაგიბრუნდებათ პარასკევს. მე შემოგიერთდებით პალეტრა ნიუსზე ხვალ 13 საათზე გადაცემაში საქმე. დროებით.